ცდელობა აშკარა რეჟიმისა, რომ გადაექცია ეს ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად. ვინ უნდა დაესწროს პატრიარქის დაკრძალვას არის კობახიძის გადასაწყვეტი და სინოდმა ვინ უნდა აირჩიოს არის უცნობის გადასაწყვეტი. და ის ნავში უნდა იჯდეს და იქიდან თითებს იქნებდეს. შუში და სახელმწიფო პირდაპირ ერევა ეკლესიის საკითხებში. მაგათ უნდათ რომ ეხლა ბიზნესმა აირჩიოს ახალი პატრიარქი. ასეთი სიბინძურე როგორ კადრულობენ მართლა. მარტო როგორ არ ეშინიათ უბრალოდ. სუსის კრებსებში არის და ეს საჯარო იყო მათ შორის პატრიარქის და მისი დის სატელეფონო საუბრები. რამდენიმე ასეთი არის შეგნით. მიტროპოლიტ შიო მუჯირის გარშემო სუსის შესაბამის სამსახურები უსმენენ რამდენად ფართო წრეს, იცი? მძღოლის ნათესავებს, მის მეგობრებს, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფია ციანიდის საქმე და 2016-17 წლების პერიოდი. ამით პრაქტიკულად ივანიშვილმა გააუნებელყო საპატრიარქო და პირადად პატრიარქიც. და ეს პირდაპირ ნიშნავს თუ არა იმას, რომ პატრიარქს უნდოდა ილია მეორეს სურდა, რომ შემდეგი პატრიარქი გამختارიყო შიომუჯი. არა. ეს 4 არის გამორჩეული დანარჩენ სინოდთან შედარებით მისი მხრიდან განსაკუთრებული პატივით დაჯილდოებული. ცდილობენ რომ ეს მიტროპოლიტი ისაია გამოიყვანონ და დააყენონ ტელეეკრანების წინ. აშანტაჟებენ. ხო, აშანტაჟებენ. მიტროპოლიტ ილიას პატრიარქად გახდომაში საკვანძო როლი ითამაშა ზვიად გამსახურდი. ბუნებრივია ხა ეს საკითხები მოსკოვის გარეშე არ წყდებოდა. დავიჯერო იკადრებენ იმას, რომ პროპაგანდისტული სახელმწიფო არხები დაიწყებენ იმ ადამიანის გაშავებას. ამათ ისეთები უკადრიათ, ყველაფერს იკადრებენ კაცო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ პოდკასტს ხელის კამი, მის მინეზე, ტრადიციულად თორნიკე რაზმაძესთან და ჩემთან გიორგი ახობაძესთან ერთად. ჩვენი სტუმარი არის ირაკლი კიკნაველიძე. სანამ გადაცემას დავიწყებთ, თხოვნა გვექნება რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, დააკომენტაროთ და გადააზიაროთ რომ რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გადაცემა. მოგესალმებით, ირაკლი, გამარჯობა. სასიამოვნო თქვენთან პირველად მოხვედრა ამ ცხელს კამზე. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა და ალბათ როდესაც გაიგერო ჩვენ გვინდოდა გადაცემაში მოგეწვიეთ, დაახლოებით მიხვდებოდი რატომ გადავწყვიტეთ შენი მოწვევა. არის ყორთული გამოსაცნო. ბოლოკვირის საკუთარი თავის ხებაში რო არ გამოგივიდეს და ჩაკეთოს ჩვენ შეგაქეთ. თქონდა ესე იგი საყოველთაო მოსაზრებით ყველაზე კარგი ეთერი გქონდა, რომელიც ეთერი მიდიოდა ამ პატრიარქის გამოსვენების პროცესის პარალელურად და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა მოხიბლული საუბრის მანერით, საკითხში განსწავლობით იმის მიუხედავად, რომ შენ როგორც ვიცით არანაირი რაღაც თეოლოგიური განათლება არ გაქვს და ასე შემდეგ და ხო, მოკლედ დიდი მოწონება დაიმსახურა შენ. სწორი აქცენტებით ასევე. და მიხარია რომ სწორი ტონი და სწორი ტონი შევარჩია ამ თემაზე სალაპარაკოთ და ეგ არ იყო მარტივი, მაგრამ ნუ ბუნებრივადაც გამოვიდა ასე ჩემი. და ძალიან სასარგებლოც იყო, ხო, ჩემი აზრით იმ ხრივ რომ ამ დღეებში სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან ეცადა რომ ეს პროცესი ესე რაღაც განხეთქილების ვაშლად ექცია და მიეტაცებინა, ასე ვთქვათ და შენი ასე ვთქვათ ნამუშევარი ამისთვის იყო ძალიან კარგი, ამის გასანეიტრალებლად. მოდი, კითხვაზე გადავიდეთ პირდაპირ. მე მინდა დავსვა კითხვა ზუსტად ამ შენი ლაივიდან ერთ-ერთ მომენტში რაღაცის თქმას აპირებდი, გაჩერდი და თქვი რომ ახლა ამის დრო არ არის, თავ შევიკავებო, პოლიტიკურ ქვეტექსტებში და განხილვაში არ შევალო. ახლა როდესაც ჩვენი გადაცემა იწერება, ჩემი აზრით უკვე შეგვიძლია უფრო მეტზე საუბარი, რაც იმ დღეს არ ითქმებოდა მათ შორის და აი ამაზე მაქვს პირველი კითხვა, რა იყო ის, რასაც იმ წუთას აპირებდი რო გეთქვა და გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავე. აი პირდაპირ მაგ თემით რომ დავიწყო. ეს იყო ის ცდელობა აშკარა რეჟიმისა, რომ გადაექცია ეს ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად. ჩემთვის ეს არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არსებითაც სხვა შინაარსის ღონისძიება იყო, სხვა შემადგენლობის რამდენიმე ადამიანმაც ამაში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ცდელობა კი აშკარა იყო. აი მე მახსოვს ეგ მომენტი, მგონი რაზეც ამბობ, ეს იყო უკვე სიონის საკათედრო ტაძარში. და იქ პროტოპრესვიტერი ხელმძღვანელობდა, ვინ დაემშვიდობებოდა პატრიარქს, ხო? და აი რაღაც დირიჟორობდა ასე ხელით და იქ ესე იგი ერთია რო თქვათ ხელისუფლების წარმომადგენლები ხო რა პროტოკოლური ნაწილი რაც არის და მე მოვიდა უკვე ივანიშვილის ოჯახის წევრების დრო. ანუ მათთან კი არ არის რაღაც ცალკეული მე არ მიყვარს ეგეთ საკითხებს ეს ლაპარაკი სიღრმეებზე რაც საოჯახო საკითხების განხილვა, მაგრამ თუ პროტოკოლია, მოდი პროტოკოლი დავიცვათ, ხო? რატომ განა პატრიარქს არ ყავდა სხვა უფრო მეტი ახლობელი ვინმე
რომ ბერაიონში სარეტარებინა მისი კლუბო? ან არ ყავდა ბევრი იქ იყვნენ მონაზვნები, რომლებიც მას უვლიდნენ მთელი ცხოვრება, იქ იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც მისი აღზრდილები იყვნენ. განა ამ უფრო კარგი არ იქნებოდა, რომ ამ ხალხისთვის მიეცათ და ადამიანებს მათ შორის საქართველოში ეგ დაენახათ. მაგრამ არა, აი აქ მე დავინახე სიხარბე რაღაცნაირი, იცი, ძალიან სუსიამოვნო სანახავი იყო, მაგრამ ეგ სიტყვა მომაფიქრდა პირველი, რომ ეს იყო სიხარბე, რომ მოდი ბოლომდე დავესაკუთროთ რაღაცას. ეს არ ჩანდა მარტო სიონში, აი მთელი ეს ღონისძიება, რაც იყო სიტყვით გამოსვლები მათ შორის. ამაზე ხაზგასმა იყო, რომ მარტო ჩვენი, აი იცით რა, რაღაცა გვაკლია ლეგიტიმაცია და ამას მოიპოვებთ პატრიარქის კუბოსთან ახლოს დგომით და ხანგრძლივად დგომით. და ეს დაგვირგვინდა ახლა გუშინ უსმენდი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ თურმე აქ მარტო პროტოკოლური საკითხები კი არ წყვეტა ამას. აქ მორალური საკითხები წყვეტა, თურმე ვის ეკუთვნოდა პატრიარქის კუბოსთან. და ეს ვინ გადაწყვიტა ოღონდ ვის? ანუ კობახიძემ გადაწყვიტა ეთქობა მას და კახაკალაძეს მორალური სახე აქვთ იმისა, რომ პატრიარქის კუბოსთან იდგნენ და სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს არ აქვთ მორალური სახე. ნუ რაღაც ესეც ბიზნეს განსაზღვრული მორალური ჩარჩოები იყო საერთოდ. რა მორალური ჩარჩოებია საინტერესოა სხვა. გაბუტულ პრეზიდენტებზე უკრეთი შურისძიებით იარაღად გამოიყენეს ესეც. არ და სხვა შორის ამაში ჩემი აზრით მათი სისუსტე ჩანს. ანუ ეგენი კარგად რო გძნობდნენ თავს და მძლავრად რო გძნობდნენ თავს, რა პირიქით. პირიქით ამაში უნდა დაინახათ შესაძლებლობა, რომ აი თუ ჭირდებათ და სჭირდებათ მათ განუხტვა, თავიანთ ნიადაგზე იძულებით მოაქცევდნენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათთან დაპირისპირებული არიან. პარლამენტში სადაც არ შევიდნენ, სხვაგან დაიყენებდნენ გვერდზე, ხო? და მოდი აი ამ ნიადაგიდან დავიწყოთ. მაგის მაგივრად პოლარიზაციისკენ უფრო წაიყვანეს. უწყობის ნიშანიც არის და სიხარბის, უწყობა და სიხარბე დავინახე ერთად. უბრალოდ იმ მომენტში არ ჩავთვალე საჭირო და სწორად მიმაჩნია ახლაც ეს დღე ეძღვნებოდა განსვენებულ კათოლიკოსს და არა მარტო მას. ჩემი აზრით რაღაცნაირად ეს ერთი კვირა იყო შედგომის, დაფიქრების, გადახედვის ერთი კვირა, ანუ ამ 59 წლიანი პატრიარქობის დასასრულმა ეს შესაძლებლობა მოგვცა, რომ მოდი რაღაცნაირად დავფიქრდეთ. მარტო პატრიარქს არ იყო, ეკლესიაზეც იყო, ამ ეკლესიის წარსულზეც იყო და ამიტომ რაღაცა პოლიტიკური დეტალების შემოტანა რადგან იმათ შემოიტანეს, ხო? მოდი აქედან საჭირო აღარ იყო და ამიტომ შევიკავე იმ მომენტში თავი. ჩემს სწორად მოიკეთა. კი, გეთანხმები მაგაში, ნამდვილად და მე სანამ ხა ისტორიულ ექსკურსებზე გადავარ, ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, წლების განმავლობაში იგივე საბჭოთა კავშირის დროს როგორ ებრძოდნენ თავიდან ეკლესიას, მე როგორ ცდილობდნენ საკუთარი პროპაგანდის ხერხად გამოყენებას. ზოგადად რო შევაფასოთ, ხა ესეთი ფრაზა ახსენე, რომ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ რაღაცო ქართულს და ეს რაღაც იყო ალბათ პირველ რიგში ადამიანების სიყვარული და რომელიც პატრიარქის მიმართ აქვს ქართული ადამიანების ბევრი კვლევები გაკეთებულა და 90% ყველა შემთხვევაში აღწევს ხოლმე ეს რეიტინგი და რეიტინგი რომელიც თავარი პრობლემაა დღეს ქართული ოცნების ხო ასე ვთქვათ არალეგიტიმურობას და ასე შემდეგ ეს არალეგიტიმურობაც იმის შედეგია რომ რეიტინგი არ აქვს ხო თორე იქნებოდნენ ლეგიტიმურები და 55%-იანები და ანუ პატრიარქის რეიტინგზე პარაზიტირებდნენ ასევე ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითი როგორ პარაზიტირებდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების რეიტინგზე მაგალითად საბოლოოდ სტვენა მიიღო კობახიძემ და ეკლესიის მაგალითზე ვნახეთ რომ უკვე სტვენა არა იქიდან გამომდინარე რომ ადამიანები მრევლი პატივისცემს ტაძარს მაგრამ იყო შეძახილები პატივისცემით სავსე და შენდობის დაწყებული წამზღარებული აი ეს მე მაინტერესებს რამდენად აქამდე ასე თუ ისე რელიგია მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტიდან გამომდინარე, ასე ვიტყოდი, თამაშობდა ხოლმე გარკვეული გამაერთიანებელის როლს. ანუ პირობითად ჩვენ გვახსოვს მათ შორის ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაც კი ერთად პატრიარქთან და ხელის ჩამორთმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო რაღაც ესეთი საკრალური სივრცე, ადგილი და თემატიკა, სადაც თითქოს განხეთქილების შეტანა არ შეიძლებოდა. დღეს ქართული ოცნება რასაც ცდილობს, უნდათ რომ აქციონო ეს სივრცეც არის განხეთქილების ადგილი კი არა, ერთ-ერთ განხეთქილების საწყისად უნდათ თითქოს რომ ეს აქციონო და ეს რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ისედაც ასეთი დაძაბულობის ფონზე, რაც ქვეყანაში არის. ანუ სადამდე შეგვიძლია ამბიონიდანაც ეხლა რომ არ დავაკონკრეტოთ, კაი ვიდეო ჩაწერე შენ თორნიკე, ამბიონიდანაც ისმოდა ის რაღაც აი პოლარიზაციის, როგორ ვთქვა, გამღვივებელი, ისენი რა ქვია, ქადაგება და შეიძლება დავარქვა მაგას. უყურე ბოლო დღეების ამ პროპაგანდას და ეს ერთიანობის ეს შეგრძნება და ეს დღე ის რომ ყველა რაღაცნაირად მაინც გაერთიანდა რაღაცის გარშემო. ეს ვერ აიტანეს და სასტრაფოდ გადააქციეს რაღაცა სიძულვილის ნიაღვარი წამოვიდა. რო უყურებ ხა რაც ხდება
ერთია მარტო იმის კი არა რომ მომავალ პატრიარქობაზე რას ლაპარაკობენ რო აი ამაზეც ვილაპარაკებთ ალბათ. არა. არსებულ სხვადასხვა როგორ თესავენ სიძულვილს ყველას მიმართ, ხო? ეს ვერ აიტანეს. ეხლა თუ ჩვენ აი ოღონდ ეს უკვე წარსულია, როცა გამაერთიანებლის ფუნქცია ქონდა საპატრიარქოს და ეკლესიას, სამწუხაროდ წარსულია რა გაგებით. ამას აკეთებდა პატრიარქის ფიგურა. პატრიარქის ფიგურა განსაზღვრავდა ამას, მას ჰქონდა ამის ავტორიტეტი. ანუ ის საქართველოს მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იყო კათოლიკოს პატრიარქი, ავტორიტეტი იყო. და თუ დავაკვირდებით დინამიკას ბოლო 10-15 წლის, ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფია ციანიდის საქმე და 2016-17 წლების პერიოდი. ამით პრაქტიკულად ივანიშვილმა გააუნებელყო საპატრიარქო და პირადად პატრიარქიც. არაპირდაპირი კონტროლი დაამყარა. ჯერ ერთი დავიწყოთ ხიდა რომ ეს კაცი გერმანიაში საოპერაციო მაგიდაზე იწვა, ანუ გათიშული იყო, ანუ ხო? ამ დროს მოაწყვეს მედიკამენტოზურ კომაში იყო და ამ დროს მოაწყვეს შეთქმულები და თან ვინც პატრიარქს იცნობს და იცნობს მის ხედვას ეკლესიასთან დაკავშირებით. თავარი ეს ადამიანი, რასაც მთელი ცხოვრება ამბობდა, იყო ის, რომ ეკლესიის საქმეები არ არის გარეთ განსატანი. მოდი შიგნით მოვაგვაროთ ეს საქმეები. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ არასწორია, რომ პირიქით უნდა იყოს, მაგრამ სწორია თუ არასწორია, ეს კაცი ასე უყურებდა ამ საკითხს. ხო, აი ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასაც ამბავია. რომ ამ საჯარო განხილვებში არა, შიგნით მოვაგვარებთ ამ პრობლემას და ივანიშვილმა რა გაუკეთა? აი ეს გახადა საჯარო და სხვა შორის მე პატრიარქი რო ჩამოვიდა საქართველოს ჯერ კიდე ყოჩაღად იყო ჯანმრთელობის კუთხით. ბევრგან თქვა ეს რომ ეს რა საჭირო იყო, გაკურვებული იყო და სხვა შორის პირდაპირ ამბობდა რომ ეს იყო ჩემ წინააღმდეგ კი არა და მამალაძის წინააღმდეგ კი არა, ეს ხო ეკლესიის წინააღმდეგ. ის მან ზუსტად დაინახა რა. სუსისკრებსებიც ხო ფაქტიურად სუსისკრებსებიც ამის დაშანტაჟების და მთლიანად გაუნებელყოფის ყველას. ერთიანად ყველას გაუნებელ. ის ციანიდი მისი პერსონალურად მე თან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მოაქციეს იზოლაციაში მნიშვნელოვანწილად ეკრებსებში რა ჩანს რა არის. აკონტროლებენ თვითონ ადამიანს, ვინც მასთან მივა და მარტო დარჩება. რამის კი არ ეშინოდათ რომ ვინმე რამეს დაუშავდა. არა, ვინას ეტყვის. ვინას ეტყოდა და ვის რას ეტყოდა. შემთხვევით რამე ისეთი არ უთხრა რომ იმის ემოცია გამოიწვევს და იმას მოუნდეს ამაზე საჯაროდ რეაგირება. ეს იყო მართლა ფილიგრანული კონტროლი ამ მთელი გარემოცვისა. იყო სულ რამდენიმე ადამიანები, ვისაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ. ეს იყო მისი და ეს იყო თქვათ იგივე შეიძლება ყოფილიყო შორენა თეთრუაშვილი, სხვა ყველა მასთან კაცად კონტროლდებოდა ვინ მივიდოდა. და პატრიარქს პირადად უსმენდნენ ამ სუსისკრებსებში რა ჩანს, ანუ მის სუსისკრებსებში არის და ეს საჯარო იყო მათ შორის პატრიარქის და მისი დის სატელეფონო საუბრები, რამდენიმე ასეთი არის შიგნით. ანუ ეხლა დღეს ძალიან მართლა საშინელი სანახავია რომ ეს ბინძური კამპანია რაც აქვს ხო, აწყობილი რომ თურმე პატრიარქს ვინ უსმენდა პატრიარქს. იგივე მოდი თქვათ მიტროპოლიტ ჩიოზე. მიტროპოლიტ ჩიო მუჯირის გარშემო სუსის შესაბამის სამსახურები უსმენენ რამდენად ფართო წრეს, იცი? მძღოლს, მძღოლის ნათესავებს, მის მეგობრებს, ყველას სამი ვისაც შესაძლოა რომ ის ეკონტაქტებოდეს, ყველას უსმენენ საერთოდ. ბატონ ჯაღმაიძეს, დეკანოს ჯაღმაიძეს რა გონია? მის გარშემო ყველას უსმენენ, ყველას აკონტროლებენ. ის არის კონტაქტ პერსონა სუსის შესაბამის განყოფილებასთან. ის არის კონტაქტ პერსონა. მას ღიად ეკონტაქტებიან, აწვდიან ინფორმაციას და არის ეს თანამშრომლობის რაღაც საუბრის, არ დავარქვი თანამშრომლობას, მაგრამ საუბრის ფორმატი, მაგრამ ამოდროულად ძალიანაც უსმენენ მას. ანუ მოცემულობა არის ამგვარი, რომ ივანიშვილმა სინამდვილეში ეკლესიაში დაინახა ავტორიტეტი, როგორ მის ავტორიტეტში საფრთხე და ძალიან მეთოდურად გადაწყვიტა, რომ ეს ავტორიტეტი გაეტეხა ჯერ და მერე გადაექცა ის უმცროს პარტნიორად, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ. ეკლესიას დღეს აღარ აქვს რესურსი, ყოველ შემთხვევაში მოსაყდრეს აღარ აქვს რესურსი, რომ ივანიშვილს როგორც თანასწორს ისე ელაპარაკოს. აქ არის ეს თავი პრობლემა. კათოლიკოსი ყოველთვის ყველა ხელისუფალს განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის მერე სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც მეტნაკლებად როგორც თანასწორს ელაპარაკებოდა და მისი გათვალისწინება როგორც თანასწორისა ისე უწევდათ და ახლა ეს მოცემულობა ასეთი არა სინოდის კისერზე ვინიცის უპირატესად სინოდის კისერზე ხა საკმაოდ დიდი პასუხისგებლობა ამ ყველაფრის მერე არ არსებობს იქ რაღაც ერთი კონკრეტული ისეთი იერარქი რომელიც შეიძლება თუნდაც იმის 10%-ს აწევს რაც თქვა პატრიარქის რეიტინგი და ავტორიტეტი დადგება როგორც სტანდარტი რომ ეს შესაძლებელია თორე ეს ავტორიტეტი დღეს იქ აღარავის აღარ აქვს ამ გაგებით და სინოდის შემთხვევაში ვერც ექნება. მეტიც აი ვინც არ უნდა აერჩიონ, მნიშვნელობა აქვს ნამდვილად ვის აერჩევენ ახალ პატრიარქას. დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვინც არ უნდა აერჩიონ, 5-10 წელი დაჭირება რომ აი რაღაც არსებითად მართლობის ფორმა შეიცვლება. აქამდე ეკლესია იმართებოდა პატრიარქის ავტორიტეტით. სინოდის ხდომები ეხა ფუნქციო არ იყო, მაგრამ პატრიარქის სიტყვა იყო გადამწყვეტი. მაგალითად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალი ეპისკოპოსის გამორჩევა პატრიარქს უყვარდა ხოლმე რომ სინოდს ისენო დავამთავრებთ რომ ახალი ეპისკოპოსი არ გამოვარჩიოთ. წელიწადში ორჯერ იმართებოდა სინოდი როგორც წესი, ან ერთხელ.
და ყოფილა შემთხვევა რომ უკვე ბოლოს ტრაპეზზე უთქვამს პატრიარქს რომ ეს კარგი კანდიდატია გამოვარჩიოთ და ეხლა ეს არ არის პროტოკოლურად შეიძლება ყველაზე სწორი მაგრამ მისი ავტორიტეტი იმგვარი იყო რომ სჯობნიდა ამ პროტოკოლურ საკითხებს და ახლა ეს საკითხი ასე არ იქნება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლო რამდენიმე წელია სინოდი არ ჩატარებულა ეს ერთი და მეორე კათედრებია მთელი თავისუფალი ძალიან ნეკრესელი მიტროპოლიტი გარდაიცვალა კახის ეპისკოპოსი გარდაიცვალა კიდევ რამდენიმე კათედრა არის საეპისკოპოს კათედრა რომელიც თავისუფალია შეთავსებული აქვს სხვა ეპისკოპოსს რუსთავისში არ არის დანიშნული მაგალითად მიტროპოლიტი იმიტომ ის გადაიყვანეს ქუთაისში ანუ დიდი საკითხებია საკადრო საკითხებია მინიმუმ 1-5 ეპისკოპოსი არის გამოსარჩევი ეს ასე ვეღარ მოხდება ვინც არ უნდა აერჩიონ იქ სინოდზე თითოეულ კანდიდატი გაივლის ძალიან დიდ კონტროლს და იქნება კენჭისყრები ყველას და კენჭისყრები როგორი იქნება გამოჩნდა მათ შორის უკვე ჩატარებულ სინოდზე სად დაეგზავნათ პატრიარქი გადაწყდა ერთი ხმით ეხლა ეს ხო არ არის ვერ ვიტყვით რომ ეს ორი ბანაკია არა ეს თემატური საკითხი იყო რომელსაც ან ერთი მოსწრება იყო ან მეორე მაგრამ თავისთავად როგორი შეიძლება იყოს ეს კენჭისყრები ხო გამოჩნდა ასეთ საკითხზეც კი ასეთი ვიწრო მან ალბათ აი ამ კუთხით რომ შევხედოთ ეს გაყოფა სინოდში 18-17-ზე იყო თუ არ ვცდები შეიძლება რომ იმაზე მიგვითითებდეს რომელი ფრთა არის თქვა უფრო მიდრეკილი იმისკენ რომ მეტად დამოკიდებული იყოს ხელისუფლებაზე აი კენჭისყრა არ მიუთითებს მაგას სხვა შორის არა რომ მაგის მიხედვით გავყოთ რომ ხელისუფლების არა კენჭისყრა არ მიუთითებს მაგრამ თავისთავად ბუნებრივად არსებობს რაღაცა ტიპის უკვე შეგვიძლია ვიმშელოთ სხვა ეპისკოპოსი იმის მიხედვით ვინ როგორ პოზიციონირებს ეს წლებია ხო ფაქტია რომ მიტროპოლიტი შიო არ ვიცი ეს შეგნებით მოგააკეთა არ ვიცი ვერ მიხვდა და ისე აღმოჩნდა ამ პროცესში არც ამას არ გამოურიცხავს სხვა შორის რომ რაღაც ნაწილს ბოლომდე ვერც მიხვდა იმდენად ბოლომდე აღმოჩნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანუ გავიგე რომ ეს მისი არჩევანია რომ ალბათ გულწრფელადაც უჭერს ამათ მხარს არ გამოურიცხა მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება არც უნდოდეს რომ ასე ასოციირდება ამ მასშტაბის აფილირება რომ ის პრაქტიკულად პარტიული როგორც ადვოკატთა ასოციაციის არჩევანზე ხო ეს მას რო აზიანებს ეხლა ის რომ რაც ეხლა ხდება რომ გამოდის გიორგი გაჩიჩილაძე უცნობი გიორგი არ ქვია ხო და პირდაპირ ლანძღავს და აშანტაჟებს სინოდს რომ კი არა ესეც სიტყვები თქვა რომ ყველა მეუფე რომელიც არ მოხსნის კანდიდატურას შიოს სასარგებლოდ არის მოღალატეო აი ეს სიტყვით ესე თქვა ჯერ ანუ ჯერ ხო არა მოღალატეა ანუ პატრიარქის ანთერს ღალატობს ეგეც კი არ უთქოს პირდაპირ ეს მოღალატე უწოდა მე არ ვიცი შანტაჟის მცდელობა პირდაპირ აი სინოდის წევრებზე ასეთი ესე იგი ვინ დაესწროს პატრიარქის დაკრძალვას არის ბახტის განსაზღვრება და სინოდმა უნდა აირჩიოს არის უცნობის განსაზღვრება მან ერთი დეტალია კიდე ისინი ავრცელებენ ყველანაირ ტყუილს ახლა მათ შორის ერთ-ერთ გამორჩეულად პატივსაცემ წევრს წმინდა სინოდის ხო მიტროპოლიტი ისაია ჭანტურიაძე რომ აი მან უკვე დაუთმო თავისი მან თქვა უარი თქვა კენჭისხაზე მიტროპოლიტი ეგ მოიყვანა მაგალითად ხო წინას აშანტაჟებენ ისე ჭანტურია რომ ან მოუწიოს მართლა უარის თქვა ან თქვას რომ არ ხსნიო ხო და მე რო თქვას არ ხსნიო რაღაც ისე გამოძდის რომ თვითონ სიხარბეშია და რაღაცა ხო ძალაუფლებისთვის სიბინძურე ასეთი სიბინძურე როგორ კადრულობენ მართლა როგორ არ ეშინიათ უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ისეთი აფათურებენ ხელს რომელიცგან შორს უნდა დადგეს ცოტა სიფრთხილით უყურე თუმცა ისეთ ადამიანზეა ლაპარაკი როცა ისაია ჭანტურიაძე რომელიც ახლა ყველა მიცის რომ გამორჩეულად წესიერი ადამიანია ახლა ამ ეკლესიაში განსაკუთრებით ხო და პირდაპირ აშანტაჟებენ რომ აბა იმიტომ რომ იციან რომ აი თუ ვინმე შეუძლია დაუყოვნებლივ შეკრას ისეთი კოალიცია სინოდში რომ გახდება პატრიარქი არის ისაია ჭანტურია ანუ მის ავტორიტეტს წესიერებას რეალურ რელიგიურობას ის მართლა რელიგიური ადამიანია ხო ეხლა მე შემიძლია სინოდში გითხრათ ადამიანები რომლებიც ვერ გაარჩევ გამგებელია თუ ეპისკოპოსი ხო ეხლა ხო არ უნდა იყო გაარჩიო და ეს რელიგიური კომპონენტი მაშინ ძალიან ძლიერ ეს რელიგიური მოღვაწეა ამ გაგებით მართლა და ხო მე გამიგე მათ შორის თავდაბლობა არ აფიშირება საკუთარი მოღვაწეის და თავდაბალი ადამიანები მეტიც გულწრფელად რო გითხრათ მე არ ვაპირებ არავის რაღაც თქმა ვინ ჯობია და ვინ არა მაგრამ თავისთავად ის იქნება ღირსეული როგორც ღირსეული მიტროპოლიტი და ღირსეული პატრიარქიც იქნება კი მაგრამ როგორ მოახერხებს იფს ამ რაღაცა თავის რელიგიურობიდან გამომდინარე თავის ასკეტური ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათ შორის ამასთან გამკავებას რაც ახლა ხდება მართლა სათუა მართლა უფრთხის ალბათ ამას სანამ წარსულზე გადავიდოთ ერთი რა კომპონენტზე მინდა გამოხმობა ერაკლი შენს გადაცემაში გიყვარს ხოლმე ამ პროპაგანდის მექანიზმებზე ბერკეტებზე და ამ შემდეგ საუბარი და აი რო დავაკვირდეთ ქართული ოცნების ერთ-ერთი გამოცდილი და რაღაცნაირად სამწუხაროდ აპრობირებული და ალბათ მუშას ხაზიც არის რომ ძველი ქართული გამოთქმის არ იყოს გაღმა შეედავე რომ გამოღმარ შემოგედაოდნ და იმას გაბრალებენ ან იმას აბრალებენ მოწინააღმდეგე ხარეს რაც
იდეაში თვითონ დაებრალება. ანუ აქედან რო გავყვეთ ცოტა წარსულში. ამ შემთხვევაში ეკლესიასთან ბრძოლას აბრალებენ მეორე მხარეს, როდესაც აი ხა მაგალითები რაც მოიყვანეთ, აქედან ჩანს რომ ეკლესიის შიგნით ავტორიტეტებს ებრძვიან ჯერ როცა პატრიარქი იყო, ახლა როცა პატრიარქი არ არის სავარაუდო ავტორიტეტებს ებრძვიან და გახლეჩვა და ასე შემდეგ. იგივე იყო სხვა შემთხვევებზე, როცა შენ გაქვს არგუმენტირებული საშუალებები რომ ამტკიცო რომ როგორ არიან ეს უცხოური გავლენის და მტრული უცხოური გავლენის წარმომადგენლები, აქეთ გეუბნება რომ შენ ხარ უცხოური გავლენის აგენტი. როცა არის ამათთვის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ფული, შენ გეუბნებია რომ შენ ხარ დახელფასებული. ანუ ყველაფერი ფაქტობრივად რაც აქეთ დაებრალებათ, აქეთ გაბრალებენ შენ, რომ მე შენ რო უთხრა აი პირობითად ხა ბავშვი გამოსდეს რა დინოზავრი არ ხარ რა. ხო, მოღალატეთ შენ, ანუ ყველაფერს ატრიალებენ, ოლიგარქები რო უწახეს, ოპოზიციაში ოლიგარქები არიან, ანუ ეხო ცოტა სასაცილოდ გამოჩნდა, მაგრამ ეგ იყო მაგის კარგი მაგალითი, ხო? ხო, ანუ ამ ეხა ბოლო დღეებში რაც იმედზე ხდება და პოზიტივიზეც არის მაქსიმალურად იმის ჩვენება, რომ ჩვენ როგორ განვიცდით, ჩვენ როგორი რელიგიურები ვართ. და ისინი როგორი ანუ უბინძურეს კამპანია რომ ამათ უნდათ ეკლესიაში საქმეებში შარევა ჩვენზე ამობენ და ამ დროს იქვე შემდეგ ამბობს თვითონ ერევიან იმიტომ რომ აშანტაჟებენ სინოდის ერებს რომ აბა თქვენ თუ არ აირჩევთ მიტროპოლიტიოს ამის პატრიარქის ანდელი გადაგა შენ წარმოიდგინე ირაკლი კიკნაველიძე რომ გამოსულიყო თავის გადაცემაში და რო ეთქვა რომელიღაც კანდიდატზე ასე ხო ეს უნდა იყოს პატრიარქი და დანარჩენი მოღალატეები არიან ჩევთ ან რაღაც ამას თუ არ დაუჯერებთ პირობითად თქვენ ხართ ანუ თქვენ ხო წარმოგიდგენიათ გამოჭიმავდნენ ყველემაზე ეს როგორი კადრა 100,000 კომპლიმენტი სიტყოდენ ანუ ამას ვინ კითხავს ხო ანუ დეკანოზმა ჯაღმაიძემ პირდაპირ თქვა რომ ტელევიზიამ დაანებეთ თუ არჩევნებს თავიო და ოღონდ ტელევიზიამ თავი უნდა დაანებონ არჩევნებს ანუ ადამიანებს წესების ახსნას ამბის მოყოლა და ის ნავში უნდა იჯდეს და იქიდან თითები იქნეს და აშანტაჟოს ხალხი მარტო არ არის თან ეს გიორგაჩიშვილზე აი ფართო კამპანია წამოწყებული კიდევ ერთხელ მე არ ვიცნობ მიტროპოლიტიო მუჯირს მისი საჯარო ინტერვიუები არ არის მრავლის მთქმელი რომ მის შესახებ ბევრი დასკვნა გავაკეთოთ მისი ფიგურა საკმაოდ ამხრივ ჩაკეტილია ერთგვარად რიგიდულიც კი რაღაც ვერ მიხვდები მის ემოციებს ბევრს აფილაცია გასაგებია რომ ქართულ ოცნებასთან აქვს მაგრამ კიდევ ერთხელ არ მინდა და ვერ დაუბრალებ მას რომ ეს ყველაფერი მისი მართულია მეტიც არ მგონია კიდეც მგონია რომ ის ვერ ხვდება და არც იცის რამდენად შეიძლება ამ ყველაფერთან ის დაზიანდეს და ამიტომ ცუდ საქმეს უკეთებია. აი ჩემთვის ხა კიდე ერთი უცნაური რაღაცა მაგაზეებს შენ კომენტარს დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. სინოდში არიან ეპისკოპოსები, რომელთა მიმართაც ერთმნიშვნელოვანი რაღაცა შეხედულება შეიძლება ვერც კონდეს რა, გამომდინარე მათი ქადაგებებიდანაც და რაღაცა ანშორს მიდიან ხოლმე ქრისტიანობიდან და რაღაცა ხანდახან ძალადობის მოწოდებებიც აქვს ხოლმე ქადაგების დროს. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ესეთი ადამიანების აღზევება ამ ხარისხში და იმ ადგილზე მოხვედრა სადაც არიან. და ეს პირდაპირ პატრიარქის ესე ვთქვათ უბრალოდ პასუხისგებლობა და უფლება იყო, ხო, რომ ამ ხარში აღეზევებინა ეს ხო არ არის კიდე ერთ-ერთი ინდიკატორი იმის რა შეიძლება რაღაც როგორი მიწისქვეშა, წყალქვეშა ბრძოლა მიდიოდა ეკლესიასთან, შეიძლება რაღაც იძულებაც იყო, რაღაც კონკრეტული ესეთი ეპისკოპოსები ყავს, რომელთა მიმართაც შეიძლება ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყოს. და როგორ არის ზოგადად 90-იანი წლებიდან ჯერ თუ მიყვავით პატრიარქის როგორ ხდებოდა ეპისკოპოსების გამორჩევა, ხო? პატრიარქი როცა პატრიარქად აირჩიეს, ხო, რამდენად ერთპიროვნული იყო ეს გადაწყვეტილებები და რამდენად არ იყო თქვა გავლენა. პატრიარქი ერთპიროვნული არ იყო ბოლომდე, მას ჰქონდა რა თქმა უნდა მთავარი სიტყვა ამაში, მაგრამ ის ყოველთვის ითვალისწინებდა რაღაცა ტიპის ბალანსს. რაზე იდგა ეს ბალანსი? სინოდში ყოველთვის იყო რამდენიმე გამორჩეულად ძლიერი ეპისკოპოსი. ძლიერი გულისხმობ რა მხრივ, კარგად ორგანიზებული, რომელსაც ყავდა ერთგვარი კადრების, რომელიც იყო კადრების სამჭედლო, რა გაგებით, ხო? მას შეეძლო სინოდისთვის შეეთავაზებინა. აი, თუ იყო გამორჩევაზე ლაპარაკი, რომ მე გთავაზობთ ამ კადრს, ხო? ან ჩემი მონასტერი, ჩემთან ეპარქიაში მონასტრის წინამძღვარია და ეფექტურია, ან აი, კარგი განათლება აქვს, ან მიიჩნევს, რომ საჭირო არის მის წინწაწევა. ასეთი რამდენიმე მიტროპოლიტი იყო ყოველთვის. მაგალითად, ესეთი არის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, მროველ ურბნელი მიტროპოლიტი. საერთოდ მოდიან მისი კადრები, თუ მას კადრებს დავარქმევთ. ეს არის მის მონასტრებში აღზრდილი ხალხი არის. მას ძალიან ფართო სამონასტრო კომპლექსები აქვს თავის ეპარქიაში და შესაბამისად მას ისე გამოვიდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში 6 მისი ჩათვლით და 6 ისეთი ეპისკოპოსი დაგროვდა, რომელიც მის მონასტრებში არის გამოვლილი.
ხო? 6 ეს ბევრია. ყველაზე შეიძლება ითქვას ყველაზე შეკრული ამ ხრივ, სწორედ მას ყავს ჯგუფი, იმიტომ რომ ჯგუფ ვერ ვითქვი, მე ვერ დავაბრალებ, რომ ყველა აუცილებლად რაღაცა მოქმედებენ, შეთქმულები არიან და რაღაც. მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიტროპოლიტ დიობს უმადლიან ეპისკოპოსობას კი არა. თავად ცხოვრებას ამგაგებით, იმიტომ რომ მისი გაზრდილები არიან ფაქტობრივად. თქოს სულიერი ძმები. მე ყოველთვის იყო იქ მაგალითად ყოველთვის ახალი კადრის დასახელება შეეძლო მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას, რომელიც არის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. ისიც ძალიან ისეთი ორგანიზებული, ძალიან ისეთი დიდი ცენტრი იყო სინოდის შიგნით ყოველთვის. აი პროდასავლურებს რომ ეძახიან ხოლმე ისეთი ცენტრი. ასეთი იყო ხშირად დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის ძმისშვილი. შესაბამისად ყოფილა სინოდები, როდესაც გამოურჩევიათ ერთი თქვათ მიტროპოლიტიობის რომელიმე აღზრდილი ერთი მიტროპოლიტი დიმიტრის, ერთი მიტროპოლიტი აბრაამის. ანუ ამ ბალანს პატრიარქი ითვალისწინებდა, არ ვიცი ითვალისწინებდა, ყოველ შემთხვევაში ხშირად ეს ბალანსი დაუცვია. ანუ დღევანდელი სინოდი ერთი მხრივ შედგება 90-იან წლებში ეკლესია 80-იან წლების ბოლოს ეკლესიაში მისული და 90-იან წლებში გამორჩეული ეპისკოპოსებისგან, რომელნიც ძირითადად რატო გამოარჩიეს, რომ კარგი ორგანიზაციული უნარები ჰქონდათ. მაშინ ხო ეკლესია ორგანიზაციული თვალსაზრისით აქცეული იყო, ხო? არაფერი ეპარქიები არ იყო და პატრიარქის მნიშვნელოვანი იყო, რომ იქ უბრალოდ სულიერებასთან ერთად და შეიძლება სულიერებასთან ცოტა წინაც ადამიანს ეს ორგანიზაციული ნიჭი ქონოდა. და ბევრი არის იქ ესეთი ხო ეთყობათ კიდეც ხშირად რომ დიდად სულიერი გზით იქ არ მისულან მაგრამ ხო აი ძალიან უცნაურია ჯამდელიანია ხო ჯამდელიანი არის იარაღების როლები ხა აი ცოტა აი ჩემს როგორი უცნაურია იცი რომ აი ესეთი რაღაცეები ხდება საჯაროდ და ღიად და ამაზე რეაგირება საპატრიარქოს მხრიდან არ იყო ძალიან უცნაური ანუ ვერაფრით ვერ ხსნი ერთის მხრივ ანუ პატრიარქის მოღვაწეობას შევხედოთ ხო ერთის მხრივ ანუ ამდენი საქმე გაკეთებული ქართული ეკლესიისთვის ამდენი ტაძრები აშენებული ეპარქიები ანუ ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველაფერი ხო რაც იყო და საგალობლები იქნება თუ ხატები იქნება თუ ასე შემდეგ მეორეს მხრივ უცებ მოიხედები და უცებ მეუფე ტაძრის ეზოში რაღაცა მონაზონს იარაღს ასრულებს რანაირად ჩდება ეს ორივე ერთმანეთში აი ჩემთვის გაუგებარია აი ეგ ამბები ვის მიერ იყო ნებადართული ან ვინ ფარველობდა ეგეთ ვინ ფარველობს ზოგადად ეგეთ ადამიანებს ერთი ეგ და კიდე ერთი ესეთი კითხვა მაქვს ის რაც ახლა ხდება და ალბათ კიდე მოხდება და რაღაცას გავიგებთ რაღაცას ვერ გავიგებთ ეს ამაზე საბოლოოდ პატრიარქს ნაფიქრის ექნებოდა ჩემს უცნაურია რომ აი ამ წლების მანძილზე მას მეერაც ასაკში შევიდა და შედარებით ჯანმრთელობის პრობლემების ჰქონდა რატომ არ მოხდა ისე რომ ჩვენთვის მაგალითად არ არის არც ერთი ეპისკოპოსი რომელიც შეიძლება ესე გამორჩეულად აი როგორ გითხრათ მრევლისთვის იყოს ისეთი პოტენციურად რომ ფიქრობდეს რომ ალბათ მომავალი პატრიარქი შეიძლება ეს იყოს თუ არ ჩავთვლით რომ მოსაყდრე რაღაც მინიჭებული სტატუსია და ყველაზე მეტად ჟღერს ესე თითქოს სხვათვის მოსაყდრე სანამ დასახელდებოდა პრინციპში ნულოვანი ცნობა არავინ არ იცოდა ვინ იყო თუმცა მრავალი წლის განმავლობაში იყო ქორეპისკოპოსი და ნიშანდობლივი საჯარო ხო ვინც მაშინ საუბრობთ ამ თემაზე იყო რომ აი ყავს პატრიარქოს ქორეპისკოპოსი რომელიც წესით არის მის დამხმარე ხო აი და ის საერთოდ არ ჩანს რატო არის ქორეპისკოპოსი და ეს კითხვის ნიშანი თითქოს სულ იყო რომ ის თითქოს რაღაცისთვის აი ხედავდა მას მაინც როგორც სამფუნქციურ კაცს მოდი ბოლოს საკითხით დავიწყოთ ეკლესიაში მაგ ყველაფერს აქვს თავისი ენა და თავისი სტრუქტურა იმისათვის ვინ არის გამორჩეული ვინ არ არის გამორჩეული პატრიარქი როგორ უყურებს პატრიარქი თუ არა თავისი ენა აქვს რა გაგებით ანუ არსებობს ტიტულები რომლებიც გეუბნებიან ადამიანი რა საფეხურზე დგას, ხო? პატრიარქმა თავის სათქმელი ამ ტიტულებით ჩემი აზრით თქვა. რას გულისხმობ? ბუნებრივია მან გამოარჩია მოსაყდრე და მოსაყდრე ბუნებრივია იყო ერთ-ერთი ვისაც ის აშკარად განიხილავდა როგორც ფუნქციურად ძალიან გამორჩეულ ეპისკოპოსს და მიიჩნევდა რომ ეს დაფასებული ადამიანია და მნიშვნელოვნად აფასებდა მას. ხა თუ არ რაღაცა შეთქმულების თეორიებში პირდაპირ დავსვათ კითხვა შეგაწყვეტინე ბარებ ჩაიკითხები. იყო თუ არა რეალისტინება ეს პირდაპირ ნიშნავს თუ არა იმას რომ პატრიარქს უნდოდა ილია მეორეს სურდა რომ შემდეგი პატრიარქი გამختارიყო შეომუზრდა. არა, მოსაყდრე მაგას არ არის. მოსაყდრე მაგას არ ჩავს. ის მიიჩნევდა რომ ეს არის ფიგურა რომელიც აი ამ პერიოდში ტრანზიციის, ან გარდამავალ პერიოდში შეძლებს რომ თან მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გართულებული იყო და უფრო მეტ ფუნქციას აიღებდა, რასაც ის ასრულებდა. ასე ხედავდა ის. მეტიც უცბად გითხრათ ის საკმარისად გამოცდილი ჭკვიანი ადამიანი იყო პატრიარქი იმისათვის რომ მიხვდარიყო რომ ასე დატოვებული ამას არ იზამდა არავითარ შემთხვევაში და არც უქნია მას არ უთქვია რომ ეს უნდა აირჩიოთ მომავალ პატრიარქად. ზუსტად ხვდებოდა რომ ეს არასწორი. ამას ერთად ეხლა როგორ არის სინოდში? სინოდში ჩვენ ყავს რა ყველა არის ეპისკოპოსი სინოდისეულ, ხო? საეკლესიო სტატუსით. მაგრამ ისინი ჯილდოვდებიან მერე პატივის მიხედვით, ხო? არიან მთავარეპისკოპოსები, არიან მიტროპოლიტები. მიტროპოლიტობა ეს დიდი პატიო, მაგრამ მიტროპოლიტი ბევრი ყავს სინოდში. არსებობს კიდევ ერთი ჯილდო. შიდა საეკლესიო ჯილდო, რომელიც განსაკუთრებულ პატივს გულისხმობს.
მიტროპოლიტი კი ყავს ბევრი, მაგრამ აი ამ ჯილდოთი დაჯილდოებული მიტროპოლიტი ყავს სულ 4. ეს არის ამ ჯილდოს ქვია სკუფიაზე, ანუ ეს არის თავსაბურავი, საეკლესიო. ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ქვია ამას. ეხლა ეს ქართული ამბავი არ არის რუსეთთან შემოვიდა თავის დროზე, მაგრამ ჩვენ სტრუქტურაში ჩაჯდა რაღაცნაირად და ასეთით, აი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით პატრიარქმას დააჯილდოვა სულ 4 მიტროპოლიტი. ეს არის შიო მუჯირი, რომელსაც მოსაყდრეობის მერე მისცეს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. ეს არის შემსმენი ნახსენები ა ブラ ამ გარმელია, რომელსაც 2008 წელს მისცეს ეს უფლება, აი როგორც აშკარად ეს არის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მესამე და ეს არის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია. სულ ბოლოს ეს ჯილდო გადასცეს მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას. ჩემს თუ რამეზე ვლაპარაკობ. ალბათ კანდიდატურებად ესენი უფრო ვერ განვიხილავთ ხო? ის ამ ჯილდოს განიხილავდა როგორც ასე ვთქვათ ანდერს ალბათ ხო? ანდერს მინიშნებას ხო? რომ ეს 4 არის გამორჩეული დანარჩენ სინოდთან შედარებით მისი მხრიდან განსაკუთრებული პატივით დაჯილდოებული. ეხლა თუ წერილობით ანდერზე ვლაპარაკობ, წერილობით ანდერზე ახლა არ ვიცი გამოჩნდება თუ არა, იმას სწორს ამობე, რომ მოსაყდრეობის საკითხი იქ შეიძლება არ ეწევოს, მოსაყდრე დასახელებული ყავდა, მაგრამ ანდერზე მარტო მოსაყდრეობას არ ეხება, რა ვიცი, მილიონი რამე შეიძლება ეწეროს. იქნება რაღაცა დაუბარა თავის სულიერშვილს ეს ველს, რა ქართულ ხალხს დაუბარა რაღაც. მე აი ახლა ესე შორიდან მსჯელობის საფუძველზე რაღაცა მოდი დასკვნას არ ვიტყვი, მოდი თეზას ვიტყვი და ან დამეთანხმეთ, ან განვიხილოთ სანამ წარსულზე გადავართ. ეხლა რა დასკვნა გავუმაქ მოსმენილიდან. ეს მიტროპოლიტ ისაიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, მათ შორის ხა მე სხვა წყაროებიდან რაც გავიგე, რომელიც არის მართლა მართლმადიდებლურად ასკეტური ცხოვრების წესით და ისეთი არა აფიშირებადი პერსონა, რომელსაც ყველა პატივსცემს იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ეჭვი მის პიროვნებასთან, სტატუსთან, იგივე ისეთი ხა მაგალითები რაც ჩვენ მოყევი ხა ეგ საერთოდ რა მოსატანი ამ ადამიანთან არ არის ესეთი ეჭვი არ არსებობს. აქვს საკმაოდ დიდი გავლენა, ოღონდ გავლენა იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს პატივსცემენ ის კი არა რომ რაღაცა. ავტორიტეტი. აი სიტყვა ავტორიტეტი. ავტორიტეტი კარგი სიტყვა და ხა გადავდივარ დასკვნის მეურნეობაში. ქართულ ოცნებას რომელსაც ყავს აშკარად ამ წუთას ასე ჩანს რომ ყავს თავისი სასურველი კანდიდატი, ეშინია ამ კანდიდატის და აი ეს უცნობის როგორც წესი ეს რაღაცების შემოგდება არ ხდება ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. არა ეს პატარა პროპაგანდისტების მხრიდან, აი ესეთი რაღაცა გამოვიდეს რომ ცდილობენ რომ ეს მიტროპოლიტი ისაია გამოიყვანონ და დააყენონ ტელეეკრანების წინ. ხო, აშანტაჟებენ, როგორც მინიმუმ ვიღაცა მივიდეს და ხას მართლა მოხსენით მის ფიგურას ვინც იცნობს, ყველა მიცის რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც თავს გამოიჩენს და ამას მოინდომებს და თვითონ იტყვის რომ მინდა პატრიარქობა პირიქით. ხა ის არის ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცაზე შეიძლება უარი თქვას. აი პირდაპირ აწვებია. უშნოდ აწვებია. რომ გამოვიდეს და სინოდი უნდა დადგეს ახლა ძალიან ისე რა ყარა და აქ დგას თავარი კითხვა. სინოდშიც და იგივე პიროვნებების ცალკეული მიტროპოლიტების დონეზეც ეს იქნება თუ არა გააზრებული, რას აკეთებს და რას ცდილობს ამას ქართული. მეტიც, აი ერთადერთი სინოდში უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მიზეზების გამო, რომ მან ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობები ჩამო. უმრავლესობა შეიძლება არც უნდადეს რომ მიტროპოლიტი შიო აირჩიოს. ერთადერთი რამაც შეიძლება მიტროპოლიტი შიო მუჯირის გამარჯვება მოუტანოს ამ საპატრიარქო არჩევნებში, ეს არის ის თუ მისი მოწინააღმდეგეები, ამ შემთხვევაში ვინც არის მისი არამსურველები, არა, უბრალოდ გაიყოფიან რაღაცა სხვადასხვა ბანდა და ვერ მოახერხებენ რომ ერთმანეთთან მონახოს საერთო ერი. თუ მაგალითად მიტროპოლიტი იობი და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები, მიტროპოლიტი დანიელი და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები, მიტროპოლიტი ა ブラ ამი და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები თუ დაიყოფიან ხო? დაიყოფიან. აქ არ იქნება ეგრეთ წოდებული მეორე ტურით. სამივე ჯგუფი გამოვყავი, ხო ამ შემთხვევაში მე. ზოგი უფრო შეკავშირებულია, ზოგი უკვე გაფანტულია, მაგრამ შეიძლება სამი დავაჯგუფოთ, ასე დაჯგუფდებიან. ამ სამივე არავის არ უნდა ვერავინ ვერ ხედავს შიოს როგორც ავტორიტეტს, რომელიც ამ ეკლესიას გამოიყვანს იმ პრობლემებიდან რაც არის.
და სამივე მზად არის რომ რაღაცა სხვანაირად ხედავენ რა საქმეს. ბოდიში არჩევნები ეგრეთ წოდებული არჩევნები თუ წილისყრის თუ რა ეწოდება არჩევნების სპეციფიკაზე რო ვთქვა აქ არ იქნება ანუ უმრავლესობებით ორ ეტაპად ტარდება არჩევნები. მე ეგრეთ წოდებული მეორე ტურის არსებობს? კი, არსებობს კი 50%-ზე მეტი გადადის. ანუ ორ ეტაპად ტარდება არჩევნები, ჯერ ჩატარდება სინოდი, 40 დღე რო გავა პატრიარქის გარდაცვალებიდან, აღდგომის მერე უწევს ეგ 40. ჩატარდება სინოდი, სინოდზე უნდა გამოვარჩიონ 3 კანდიდატი. ყველა შეუძლია დაასახელოს თავის, ან ერთი ვიღაცა უნდა დაასახელოს. 3 ყველაზე მეტი კანდიდატად დასახელებას რამდენი ხმა ჭირდება? აი, პირველი 3 ყველაზე მეტი რამდენიც იქნება დასახელებული, ის იქნება. ეს 3 კანდიდატი მერე უნდა მოიწვიონ გაფართოებული კრება ეკლესიის, გაფართოებული კრება რა არის? სინამდვილეში უბრალოდ სტუმრის სტატუსით მოიწვევენ სინამდვილეში ყველა ეპარქიიდან სასულიერო პირებს რა. წარდგინება უფრო გამოდის. სათათბირო ხმის უფლება ექნებათ იმ ხალხს, არაფერი სხვა ხმის მიცემის უფლება არ ექნება. უბრალოდ ამ გაფართოებული კრების თვალწინ, ხო? ალბათ დახურული წესით მოხდება. თუ რამე სათქმელია რომ ითქვას, თუ რამე სამხილებელია იმ წესით მოხდება არჩევნები, მე უკვე ეს პირველი ღია იქნება, მეორე იქნება დახურული როგორც ითქვა. მისევენ ხმას და ჯერ ესე იგი 50%-ზე მეც ვიც დააგროვებს, ის გახდება კათოლიკოს პატრიარქი. კარგი, წარსულზე ვეღარ გადავედით, მაგრამ იმდენი საინტერესო თემაა, მაგაზეც მინდა ვსვათ ლაპარაკი ბოლო კითხვას, რასაც დავსვავ, ზოგადად პროგნოზების გამოთქმას არ ვთხოვთ ხოლმე არასდროს ჩვენ სტუმრებს. უბრალოდ აზრი მაინტერესებს, მათ შორის შენის და ესე იგი აი ბოლომდე ვერ ვუშვებ, მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან ვინც იქნება მაინც სახეს დაგვარს არ ვამბობ, მოდი ასე ვთქვათ, ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მოწინააღმდეგე. დავიჯერო იკადრებენ იმას, რომ პროპაგანდისტული სახელმწიფო არხები დაიწყებენ იმ ადამიანის გაშავებას. აი როგორც მოხდა ადვოკატ ასოციაციის არჩევნებში გასაგებია, ხო ვთქვათ, და სხვა არჩევნებში. ანუ აი ამ მართლმადიდებლურ საქმეშიც აი ესე გაჩნია ვინ იქნება? გაჩნია ვინ? ანუ რეალურ საფრთხეს თუ დაინახეს იზამენ? არა, გაჩნია ვინ იქნება ფიგურა რა. აი თუ ეს კანდიდატი ვინც იქნება მიტროპოლიტ-შიოსთან ერთად ის აშკარად იქნება, ხო და სხვა ვინც იქნება, ხო? ვიღაცების მიმართულებით უფრო სასტიკები იქნებიან და უფრო თავისუფლად გაშლიან ფრთებს, ითქვა რომ წინა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული ეს არის. რამდენიმე არის ეგეთი, რომელზეც მარტივად დააბრალებენ ამას. არ ვიღაცების წინააღმდეგ ეს უბრალოდ აი მიტროპოლიტ ისაიას წინააღმდეგ ეხლა მე ამათ შესახებ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ ნამდვილად, ამათ ისეთები უკადრიათ, ყველაფერს იკადრებენ კაცო. მაგრამ ბევრად უფრო მეტად გაუჭირდებათ. კადრებიც ყველაფერს იკადრებენ. უკვე ისეც კადრულობენ, რომ ხა ბინძურის კამპანიაც არ არის გამორიცხული. შეიძლება თქვა რომ მიტროპოლიტ ისაიას უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს. ფორმალურად იქ წერია. ეს შეიძლება ეს შეიძლება რაღაც შენი მხარდაჭერის შეცდომა შეიყვანო, მაგრამ აქ სინოდი ირჩევს. სხვა მასალა არ ეშინიათ რომ ამათ უფრო გახიზიანებას გამოიწვევენ. მეტი ჩემი ეს ეხლა რას საკეთებენ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ. ანუ მე არ მივიჩნევ რომ ეხლა მიმდინარე პროცესი რაც არის დიდად რგებოდეს და არ გებს მიტროპოლიტ-შიოს კანდიდატურას. და ასე შემდეგ ზმანი მისთვის ეს პროცესები აბარია, სავარაუდოდ ისევ ადვოკატ ასოციაციის მაგალითს მოვიყვან არჩევნების. მეგონი ფიქრობენ რაღაც ყველას ერთი მოდელით უნდა მიუდგენ და აქ მეგონი ცოტა რაღაცას ვერ ითვალისწინებენ, რომ აქ ცოტა სხვანაირი სპეციფიკაა. ხო არ ვიცი მე როგორ მუშაობენ კარს უკან, ეხლა მე ვერ ვიტყვი, ვიღაც სინოდში არის ისეთი, რომელსაც ვიღაცა ფულითაც იყიდის, არ გამორიცხავს ეს იყოს. ვიღაცა ისეთი არის, რომელსაც არსებული სტატუს quo, მათ შორის ხელისუფლებასთან არსებული სტატუს quo. აი მაგალითად ეხლა ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია. ხო, არის ახლა ვერ გაიგებ მას გამგებელია თუ მათი მიტროპოლიტი ერთ-ერთი ხო არის კარგად აკეთებს ფულს, რა ვიცი. მე შთაბეჭდილება მრჩება, მეტი არაფერს შთაბეჭდილება მრჩება. წარსულზე გადავიდეთ რა კონტექსტში მინდა დასვა, ხო არ დაგასადო? არა, მოკლედ, მე-20 საუკუნე რომელსაც მე ვთვლი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საუკუნეც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ყველაზე დინამიური საუკუნე იყო. ბევრი რაღაცის გამო. სამწუხაროდ ამ საუკუნის უდიდესი ნაწილი საქართველოს გაატარა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირი თავისი არსით იყო გამოვიყენებს სიტყვას ანტირელიგიური წყობა და რეჟიმი და თავიდან განსაკუთრებით. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს არაერთი რეპრესია, რომელიც გამოატარეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მათ შორის პატრიარქსაც, ამბროს ხელაეს მაგალითი გვახსოვს და ასე შემდეგ, ასევე გვახსოვს აბანოებად და თავლებად გადაკეთებული ეკლესიები, აგერ ხუდადოზე დღემდე არის ივერის ღვთისმშობლის ტაძარი დღემდე ფუნქციონირებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აბანოთ იყო გადაკეთებული.
ამ კონტექსტში მინდა თქვენ მიერ დანახული საბჭოთა კავშირი და შემდეგ რომლის სამართალ მემკვიდრეც არის დღევანდელი რუსეთი, როგორ გაიარა ეს გზა, რომ თავიდან სრული უარყოფა რელიგიის და რელიგიასთან ბრძოლა და დღეს როგორ მივიდნენ იქამდე, რომ რელიგიას ვიყენებენ უკვე ინსტრუმენტად და იმათ პატრიარქი ამბობს, რომ ხოლმე ზოგჯერ ადამიანის მოკლა არ არის პრობლემა. ხო. ეს ძალიან დიდი ისტორია არის, ხა, რომ დავიწყოთ თავიდან ეს იყო სასტიკი რბევა, ხო, ეკლესიების უსასტიკესი შურისძიება, თვითონსასრულებლების დახოცვა, ამოხოცვა, ეპისკოპოსების დახვრეტა, სისასტიკეები, მათ შორის, ხა ჩვენ ამბროსხელაის ისტორიას ვიხსენებთ, ხო, არიან ჩვენ მოწამე, იმიტომ ამბროსხელა მართლაც ციხიდან გამოუშვეს მერე და საკუთარ საწოლში დამბრით გარდაიცვალა. დამბლა დაეცა, ცუდად იყო ბოლოს ძალიან და შეთქმულება მოუწყვეს ეკლესიის შიგნით და ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ყავს მოწამეები ნაზარი ლეჟავა მიტროპოლიტი, რომელიც დახვრიტეს იმერელი ქუთაისელი სასულიერო პირები, რომლებიც დახვრიტეს პირდაპირ. ანუ ეს ურთულეს პერიოდი საქართველოს ეკლესიისათვის, უბრალოდ ამასთან ემთხვევა შიდა 20-იან წლებს გულისხმობს, შიდა განხეთქილება, იმიტომ რომ კომუნისტებმა მარტო ის კი არ ცადეს, რომ ამათი დაჭერა და დაპატიმრება დაიწყეს. არა, ამას ერთად გააჩინეს ეგეთი ეგრეთ წოდებული რეფორმისტული ეკლესია. შიდა ფრაგმენტაცია რუსეთში განსაკუთრებით ძლიერი იყო, მაგრამ ამის შექმნა სადეს საქართველოშიც. და ნაწილობრივ ეს გამოუვიდათ კიდეც აი ამბროსხელას შემდგომი კათოლიკოსი ვინც იყო ქრისტეფორე ციცქიშვილი. სწორედ ამ მიმართულებას განეკუთვნებოდა. მაგათ ფილოსოფია გარდა იმისა, რომ ეს პიროვნული სიძულვილებიც იყო, მან ყველას ერთმანეთის ძულდა. ამას გარდა იყო, რომ ამბროსიმ გადავკვიდა ჩვენ კომუნისტებს აგერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი წერილი და მოდი დავულაგდეთ ამ ხალხთან რა. ჩვენ გამოვუცხადოთ ერთგულება. თორე, ოღონდ ეს რაც თუდად დამთავრდა ეს ქრისტეფორე ციცქიშვილისთვის საშინელება მოუწყვეს. რამე კი არ მისცეს საშუალება რომ გაეხარებინა. გახდა კათოლიკოსი და გაგრძელდა ისევ ეკლესიების დახურვა რბევა 5 წელიწადში გარდაიცვალა სულ. უბრალოდ აქ ხდება რა. ომი რო დაიწყო, ნიშანდობლივ ომი ხო ივნისში დაიწყო, ხო ივნისში დაესხნენ თავს. ერთი კვირით ადრე აგზავნეს კალისტრატე ცინცაძე წერილს, რომ აი უკვე იხურებავს, უკვე საუბარი მიდიოდა მთაწმინდის დახურვაზე, სვეტი ცხოვლის დახურვაზე მიდიოდა ლაპარაკი. ანუ უკვე ეკლესიის განადგურება, საქართველოს ეკლესიას რო სვეტი ცხოველს დაუხურავ, ეკლესიას ხურავ. საქართველოს ეკლესია არის სვეტი ცხოველი, ხო? ეს არის მისი თავარი მცხეთის კათედრა, იმიტომ ქვია რომ სვეტი ცხოვლის კათედრა. ეს არის ერთი კვირის ადრე გაგზავნილი წერილი, ძალიან ნიშანდობლივია. და უკვე აი მაგ დღეში იყო ეკლესია სულ ზღაფავდა. დაიწყო ომი და ამან ცენტრალურად შეცვალა დამოკიდებულებები ეკლესიის მიმართ. ერთი მიხვდნენ რომ ომში წაყვანა ხალხის კომუნიზმის დასაცავად, ცოტა უფრო არავინ არ მიდის კომუნიზმის დასაცავად ომში. რომ ომში სამშობლოს დასაცავად მიდიან და სამშობლო და ეკლესია და რელიგია და რწმენა გადაჯაჭვულია მაინც ერთმანეთთან. ეს პირველი მიხვედრა იყო კომუნისტებისა. მე ხა მხოლოდ ეს არ იყო. მე ეკლესიამ კალისტრატის წინაცებაც დაუჭირეს მხარი, აი უჭერთ მხარს ჩვენ საბჭოთა მთავრობას ამის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს იყო პირველი აყინულის გალღობა, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ სხვანაირად შეხედეთ, პრიორიტეტი სხვა რამე გახდა რა, უკვე კომუნიზმის გადარჩენა და კომუნიზმის მშენებლობა კი არა და ათეისტური არამედ ქვეყნის გადარჩენა. მე ასე კვლევები ტარდებოდა მაშინ ჯერ კიდევ რომელშიც ამოდიოდა რომ ამდენი ბრძოლის მიუხედავად რელიგიურობის წინააღმდეგ ადამიანების უდიდესი ნაწილი ინარჩუნებდა თავის რელიგიურ წარმოდგენებს. ანუ მათ ადამიანებში რწმენა ვერ დაამარცხეს ასე მარტივად. და ამას ზემოდან დაემატა უკვე როცა უკან და ჯერთ გერმანელები რას აკეთებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ხსნიდნენ ძირითადად ეკლესიებს, ხო? ის ტერიტორიები რომლებიც იღებდნენ ეკლესიებს ხსნიდნენ. იქ უშვებდნენ ძირითადად მერე თან გრეკო-კათოლიკეებს ასეცახენ, ანუ კათოლიკურ ეკლესიას ვინც ეკუთვნიან, მაგრამ ფორმით არიან მართლმადიდებლები. ანუ მართლმადიდებლურ წირვას ატარებენ, მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ეკლესიურ ნაწილში ეკუთვნიან კათოლიკებს. ეს დიდი საფრთხე იყო სტალინისათვის, განსაკუთრებით უკრაინის, ბელარუსის ტერიტორიაზე. აი კომბინირებული მიზეზების გამო გადაწყდა რომ ეკლესიისთვის მიეცათ არსებობის საშუალება. მათ შორის არ მარტო არსებობის საშუალება მიეცათ, პრაქტიკულად აღიარეს ეკლესია. სტალინმა მისცა რუსებს პატრიარქის არჩევის უფლება, პატრიარქის არჩევის უფლებას არ აძლევდნენ. და მეტიც მისცეს რესურსი, იმიტომ რომ ჩაითვალა რომ ეს გვჭირდება აი ამ უკრაინის ამ ტერიტორიებზე, ეკლესიები გახსნილია ეკლესიები და ბუდრები უნდა გაუშვათ ეხლა რაღაცა. ამას იდეოლოგია მოკლედ გვეშლება. არა, მან იდეოლოგიაზე რეალურად ძალიან დიდ მასებთან საკონტაქტო ძალიან ეფექტური ტექნიკურად თან გერმანელების გახსნილ ეკლესიებში იქ ხო არ დატოვებდნენ იმათ მღვდლებს მე ვინც იქ დანიშნეს. ამიტომ ისინი გაეყარათ იქიდან, იქ ადგილზე უნდა გაეგზავნოთ ვიღაც ვინც ადგილზე იქნება. საქართველოს ეკლესია მოექცა ამ ფარგლებში, ხა ბევრი ამას რომ სტალინმა საჩუქარი გაუკეთა საქართველოს. მანამდე ხო იყო რუსეთის ეკლესია არ აღიარებდა ჩვენ ავტოკეფალიას. და რეალურად აქ გამოჩნდა რომ ერთი ეკლესიის ნაცვლად ერთ ტერიტორიაზე იყოს ორი, მოდი საქართველოს ეკლესიასაც მიეცეს ამის საშუალება. და ძალიან მცირედით გაიხსნა ეს ფანჯარა. ეხლა მე
აი ამ პერიოდში ბევრი ლაპარაკი შეიძლება ამ პერიოდზე უბრალოდ რომ მოვიდეთ აი ილია მეორის კონტექსტისთვის და მისი არჩევისთვის რა კონტექსტი არსებობდა. ბუნებრივია და ამაზე ყველა ლაპარაკობს და ამის უარყოფა არც ხდება, რომ ყველა მღვდელი ვინც გახდებოდა, უნდა ყოფილიყო ბუნებრივია ამის შემდგომ. ოღონდ აქ ერთი დეტალია სხვა შორის ამას დავამატებ. ეს გახსნა ხომ მოხდა ფანჯრის პატრიარქი არჩევნეს, აქ დიდი კონფერენციები მოაწყეს, ანუ გამოჩნდა რომ აი საბჭოთა კავშირი ყურადღებას აქცევს ეკლესიას. ოღონდ ეს ფანჯარა მე დაიხურა. რას მომეთ ჩაითვალა რომ ეს ზედმეტია რა. და პატრიარქი სხვა შორის ხშირად იხსენებდა მე 90-იან წლებში რომ ეკითხებოდნენ რომ აი ეს სწრაფად რატო ხდება კუთხე რაზე ჩვენ თქვი რომ აი ხარისხი დაეცა, ცუდი ხალხია, განათლება არ აქვს, კრიმინალები არიან რაღაცა და პატრიარქი სულ ამბობდა რომ 40-იან წლებშიო როცა საშუალება მიეცათო რუსებმა ძღოლებიც კი აკურთხესო ეპისკოპოსებთან ღვთლებათო, იმიტომ რომ ეპისკოპოსის კურთხევის უფლება მიეცათ და კალისტრატის სინცაძე ხო და კალისტრატის სინცაძე მეგო არქნაო და მე ეს ფანჯარა რომ დაიხურა რუსებს შერჩათ ეპისკოპოსები და რაღაცა ინფრასტრუქტურა საკადრო ხა და ჩვენს ეკლესიას არ შერჩა და ამიტომ პატრიარქი სინამდვილეში მის ფილოსოფია და მსოფლახმა ეგ იყო რომ მომავალს წინ უარესი ანუ წინ ეს დროებითია რაც არის მისი მსოფლახმა ჩამოყალიბდა 50-იან წლებში აი როცა რაღაცა იყო და მე უცებ მის თვალწინ გაქრა ეგ შესაძლებლობა ამიტომ მეც მithქვია და ბევრს გაუკიცხა და ბევრს ვთქვა რომ არასწორი იყო, მაგრამ ეს სოფლახმაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამაზლაპარაკო. ხო, მოდი იყოს რაც არის. ახალი პატრიარქის ალბათ თავარი ფუნქცია იქნება რეფორმირება და ამ ყველაფრის მოწესრიგება, ალბათ მას მე რაც არსებობს, ხო, თუ აწევს მათ წარსულთან დაკავშირებით რომ ვთქვა, აი რა დინამიკა იყო მაინც. ბუნებრივია ყველა სასულიერო პირი, განსაკუთრებით ეპისკოპოსი უნდა შერჩეულიყო დამტკიცებულიყო მაინც კგბ-ს მიერ. და არა მარტო კგბ-ს მიერ შეიქმნა სპეციალური სამსახური, ეს იყო რელიგიურ საქმეთა რწმუნებულის, იყო მთავრობასთან, ანუ მთავრობასთან დაკავშირებული, მოსკოვში იყო ცენტრალური და ყველა რესპუბლიკაში შეიქმნა შესაბამისი საქართველოს ოდერები ხო? ხო, ერთგვარი, რომლებიც წყვეტდნენ ნებისმიერ საკითხს, ანუ სახელმწიფო, საბჭოთა სახელმწიფო ეკლესიას ელაპარაკებოდა აი ამის გავლით. რისთვის ჭირდებოდათ აი 60-იან წლებში რა ფუნქცია ჰქონდათ, როგორ უყურებდნენ ეკლესიას. ზოგადად ეს უწყებრივი დაპირისპირება ხო ძალიან გავრცელებული რაღაცა არის ყველა ქვეყანაში და ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. ერთი ხედვა იყო. მათ შორის ბოდიში მე მეგონი კგბ-ს და მასაც პარტიასაც NKVD-ს და FSB-ს და შეგინი ერთმანეთს. MVD-ს ხო, შსს და იმას. მაგრამ ნახე როგორ არის მათ შემდგომში, აი ხედვაც ორგვარი იყო. რისთვის გვჭირდება ეკლესია? ეკლესიასთან დაკავშირებით ხედვა როგორ იყო? ერთი ხედვა იყო, რომ ჩვენ ვაშენებთ ათეისტურ სახელმწიფოს. ეკლესია არ შეიძლება იყოს პოპულარული, ეკლესიის მსახური არ შეიძლება იყოს მომხიბვლელი. არ არის საჭირო ახალგაზრდა ეპისკოპოსი საშიშია, რას ქვია, კომუნისტურ სახელმწიფოში ახალგაზრდას მოუნდა ეკლესიაში. რას აკეთებდნენ პარტიული? რას აკეთებდნენ სამსახურები, იდეოლოგიური სამსახურები? ხო, როგორ მოხდა ეს საერთოდ? და პირიქით, ანუ ეკლესია არ უნდა ყოფილიყო მომხიბვლელი. ეს იყო ერთი მიმართულება და კგბ ამას ძალიან მეთოდურად უყურებდა, რომ არ შეიძლება რომ თქვენ რას ქვია აქ ახალგაზრდა მღვდელი იყოს, უნივერსიტეტ დამთავრებული მღვდელი რას ნიშნავს? ანუ მღვდელი უნდა იყოს გაუნათლებელი, რომ მომხიბვლელი არ იყოს ვიღაცისთვის. მაგრამ მეორე მხრივ რა ფუნქცია აქვს, როგორ ხედავდნენ, რომ საერთაშორისო კონფერენციებია, უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, იმათ უნდა უთხრა რომ ჩვენ აქ კარგად ყავს ეს ხალხი მოვლილი. კი არა, დევნით მართლა. ეგ ტყუილია რომ აქ გეუბნებიან რომ საბჭოთა კავშირში ეკლესია აგზელულია. ვისაც უნდა დადის, მაგრამ ცოტას უნდა სიარული, იმიტომ რომ ათეისტია ხალხი. ფილმი გამოვიდა, ფილმი კი არა, ისტორია ზოგადად ცნობილი ეგ ჟურნალისტზე, რომელიც ეგ ესე ჩადის საბჭოთა კავშირის რეალობება, რომ უნდა გადაიყოს ჯონსი მისტერ ჯონსი ქვია თუ არ ვცდები და როგორ ატარებენ რომ პოტიომკინის სოფელივით შეიძლება კორეის ექსკურსიებია ეგეთი დაუსხლტებათ და რომ რეალობას გამოიტანს და მე რომ მაგათ ბოლოს მოკლეს. ანუ ეს ჩამოსულიყო ბობ კენედი იყო თბილისში ჩამოსული. და კომეონოვის ბაზარი მანახეთო და ის გაარემონტეს სასახლე რა დააყენეს ყველგან ინაურის ხალხი. ეზიკაზროს რო გზებს აგებდნენ პატრიარქი მანახეთო და მაშინ საპატრიარქო იყო სიონის გვერდზე რო ეს სამკუთხა შენობა არის. იქ ხარ მიიყვანდნენ ეხა. ამიტომ სასწრაფოდ აი ეხლა რო პრეზიდენტის სასახლეა, მანდ იყო საგარეო მიმართულების რაღაცა ცენტრივით. მანდ ერთი ოთახში ხატები მიიტანეს, ჩამოკიდეს ისა ესა, რომ ვითომ ეს არის საპატრიარქოსავი. და პატრიარქს დავის მეხუთე მიიყვანეს, მიტროპოლიტ ილიაც მიიყვანეს, და ბობ კენედი შეახვედრეს, რომ აი ჩვენ აქ პატივცემული ყავს. სინამდვილეში არა, ოღონდ სინამდვილეში დევნაში იყვნენ, მაინც. ხო და აი რას აღწერთ? აი ორ მიმართებას. ამან სინამდვილეში ძალიან განსაზღვრა თვითონ განსვენებული კათოლიკოსის ცხოვრება. ერთი მხრივ ის ითვლებოდა ძალიან კარგად ეს უცხოელებისთვის სანახებლად კონფერენციებზე გასაშვებად ეს არის ახალგაზრდა მომხიბვლელი სიმპათიური სასიამოვნო ადამიანი რომელსაც აქვს ნიჭი მიხვდეს სად რა თქვას როგორი ლაპარაკოს ანუ ნიჭიერი კაცია რა მაგრამ მეორე მხრივ ასეთი ახალგაზრდა კაცი რომელიც მომხიბვლელია ნიჭიერია საინტერესოა ის არის პატრიარქად საშიშია ნახე ხედვა როგორი იყო და სინამდვილეში აი
ბატალიები 70-იანი წლების სულ მაგის გარშემო იყო, რომ კგბ-ში რაღაცა ერთი მიმართულება სულ ამბობდა, რომ საჭიროა მოხუცი პატრიარქი, რომელიც იქნება რეპუტაციულად გატეხილი აუცილებლად, რომელიც იქნება მიშვებული იქნება მდგომარეობა და ჩვენ გავაკონტროლებთ და მეორე როგორც ვინმე გაძლიერების მეტი რესურსი არ იქნება. აი აქ შემოდის ძალიან დიდი საკითხი, სინამდვილეში ძალიან ირონიულია და მიტროპოლიტ ილიას პატრიარქად გახდომაში საკვანძო როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ. ეს არის პერიოდი, როცა ჰელსინკის ხელშეკრულება იდება, მოგეხსენება, შედარებით დისიდენტები იწყებენ რაღაცა მოძრაობას და გამსახურდია დაიჭირეს და გამსახურდიამ რაქნა. ხელში ჩაიგდო და ეს დიდი კითხვა არის, როგორ ჩაიგდო დოკუმენტი თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი როგორ აღწერს რამძიმე მდგომარეობა ეკლესიაში, რომ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან დაკავშირებული მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, იქ მიდის დატაცება, ქურდობა, მორალური საკითხები არის პრობლემური, იქ ძალიან პოპულარული იყო მაშინ. დოკუმენტია პროკურორი აღწერს, რა, მიმართავს შესაბამის ზემდგომ პროკურორს. ეს დოკუმენტი ეხა ბევრი ამბობს, რომ კგბ-ს არჩოტი იყო. არჩოტი ჩვეულებრივ სამუშაო დოკუმენტია, იქ ქურდობა მოხდა საპატრიარქოში მიაწოდეს. ეს დოკუმენტი გამსახურდიამ მიაწოდა New York Times-ის ჟურნალისტმა გაიტანა ქვეყნიდან და მიუხედავად რადიო თავისუფლებას ქართული რედაქცია კითხულობს ამ დოკუმენტს, თბილისელი პროკურორის დოკუმენტს. ეხლა ეს ნახე მაშინ მიიჩნიეს დიდ პრობლემად, იმიტომ რომ ეს ძალიან უყურებდნენ იმას საერთაშორისო არენაზე რა ვითარება არის, ხო კომუნისტები, მაინც აი ყოველ შემთხვევაში აკონტროლებდნენ ამას და გამსახურდა ამის გამო დაიჭირეს საერთოდ. გამსახურდა იქ ძებდა ბრალს ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს, რომ ესენი არიან გარყვნილები, გაღწნილები, ქურდობენ, აი კერატიშვილის საქმე ამ პერიოდის არის. და ამბობს, რომ ამათ აი კგბ-ს უნდა რომ ესენი გამსახურდია გამოდგა უცხოური გავლენის აგენტი. ეს რომ აი დივერსიის საქმე არის, აი მაგისტრის განსამართი. აი რაღაც ეგეთივე საქმე იყო ეგეც. და მაშინ ჩაითვალა, რომ აი გამსახურდა ამ ხელს ეკლესიის შიგნით არსებულ მდგომარეობას, აი ეს და ამათ რა ხდება. ერთი მხრივ კგბ ამბობდა, რომ ეს სიტუაცია მისაღებიც არის, აი მოხუცი ეფრემ მეორე, მოხუცი დავით მეხუთე. დავით მეხუთის მიერეც მოდი მოხუცი ავირჩიოთ. მოხუცი იყოს უფუნქციო შედარებით. ეს უფრო კგბ-ს ხაზი იყო. მაგრამ არსებობდა პარტიული ხაზი. აი პარტიის ცეკაში რას ფიქრობდნენ? პარტიის ცეკაში ფიქრობდნენ, რომ თქვენ კი გინდათ მოხუცი. ხო? მაგრამ მე რო აქ უცხოელი სტუმარი ჩამომივა, მე ახალგაზრდა მჭირდება. ვაუბრალოებ და ძალიან ვამარტივებ სათქმელს, მაგრამ წარმომადგენლობითი და ამავდროულად მე იდეოლოგიურად ისმაზიანებს, რომ აგერ გამსახურდები და ვიღაცები რო ლაპარაკობენ, რომ მე ეკლესიას ვებრძვი, ხო? და ცუდ ხალხს ვწევ წინ. პირიქით მე მირჩევნე რომ ნორმალურ შეორნაძის ხოშორის ამას ვერ თავის თავზე იწერდა რომ მარტო მე კი არაო, მაგრამ მე ძალიან შეუწყეო ხელიო ილია მეორის გაპატრიარქებასო. იყო ამაში რაღაც სიმართლის მართვალი რატო? იმიტომ რომ ერთი მხრივ კგბ კი ძალიან წინააღმდეგი იყო რაღაც დროს ახალგაზრდა პატრიარქისა. მაგრამ აი ეს პარტიის ცეკამ და იდეოლოგიურმა სამსახურებმა პირიქით აი ეს ყველაფერი ბუნებრივია ადგილზე რა ხდება ჩვენი ანუ ნამეტანი ასე რომ შევაჯამებ, ნამეტანი იმიჯურად დაზიანებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ნიშნავდა მეტ სავარაუდო პროტესტს რეჟიმის მიმართ მოსახლეობაში. ადგილობრივმა პარტიულმა სამსახურებმა ჩათვალეს, რომ ეს მათთვის იყო უფრო პრობლემა. კგბ-ს სამსახურებმა ჩათვალეს, რომ პირიქით საფრთხე დაინახეს ახალგაზრდებაში. ბუნებრივია ხა ეს საკითხები მოსკოვის გარეშე არ წყდებოდა. მოსკოვში იყო რელიგიის საქმეთა რწმუნებული ყურაედოვი ესეთი კაცი, რომელიც კომუნისტებს ხო ეგ რუსებს დღემდე აქვთ ეგ, რომ 50-იან წლებში რო დაინიშნა ეს კაცი 80-იან წლების ბოლომდე იყო. ყურაედოვი წყვეტდა ძალიან ბევრ ამის ბუნებრივია, ყურაედოვი და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეხლა კიდევ ერთი, ეხლა მე ვთქვი, რომ აი კგბ შედარებით წინააღმდეგი იყო მიტროპოლიტ ილიას საკითხისა. ბუნებრივია აგენტის დაძახება არა ზუსტი ტერმინია და არასწორიც არის და არაეთიკურის გარდა არაზუსტია. ეს არ იყო აგენტის და სამსახურის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეხლა მიტროპოლიტ ილია რომ მიდიოდა უცხოეთში, ხო, რომელიმე კონფერენციაზე, ხო, როცა საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა. მოსკოვში თვითონ აქვს ეს მოყოლილი პირადად, აი, ერთ-ერთ ქადაგების დროს. პირველი მიდიოდა და ყურაედოვთან ყვებოდა რა ხდებოდა იქ რა. მე ის ყურაედოვებდა რომ ეს არასწორი იყო. ეს თვითონ ფორმა იყო, ნუ სხვანაირად უბრალოდ ეს ხა ამაზე ლაპარაკი თვითონ მოყვა ერთხელ. არა, კოტე მახარაძესაც მოუწია ეგრე არა, ეგ სხვანაირად არ არსებობდა ეგ ეს არ ნიშნავს რომ პირდაპირ ნორმალური აგენტია. ყურაედოვი თქვა თან რომელიმე კგბ-ს თანამშრომელი კი ხედავდა რომ ეს უცხოეთში ეფექტურია და კარგია, მაგრამ ქვეყნის შიგნით цота მაღალ თანამდებობა საშიშია. ეხლა თან რაშია საქმე იცი? მაშინ ეკლესიაზე ლაპარაკობთ როგორ პირობითია იცი ყველაფერი? სინამდვილეში ახალგაზრდა ეპისკოპოსი ფუნქციური, რომელსაც რაღაცა ტიპის შესაბამისი განათლებაც ჰქონდა, იყო სულ ორი, მიტროპოლიტ ილია და მიტროპოლიტ გაიოს კერატიშვილი. ეს ორნი იყვნენ სულ. დანარჩენი ეპისკოპოსები ვინ იყვნენ? გრიგოლ ცერცვაძე იყო ერთი, რომელიც მღვდელი იყო, და უბრალოდ სინოდში რომ კაცი ჭირდებოდა თუ თხრეს რომ აი ხა ეპისკოპოსად გაკურთხებთ,
გიორგი ღონღაძე ასევე მღვდელი იყო ჩვეულებრივი და არნერი საეპისკოპოსო ძალიან ასაკოვანი ხალხი იყო თან კითხვა აღარ შეეძლოთ იმდენად ასაკში იყვნენ იყო ერთი მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა რომელიც იყო ეთნიკურად რუსი და ხოშორის ძალიან კონფლიქტური იყო მის ეპისკოპოსად გამორჩევა იმიტომ რომ ეთნიკურად რუსის გამორჩევა რას ნიშნავს საერთოდ ეკლესიაში ესე უყურებდნენ საკითხს ღრმად მოხუცებული ისიც ეს ყველანი ეპარქიებში კი არ იყვნენ თან სადღაც აი პირობითად იყო რომ იყო რაღაც ნინოწმინდის მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგან ალავერდელი გრიგოლ ცერცვაძე თბილისში იყვნენ ყველანი იქ ადგილზე ეკლესიები არ იყო პატარა სამების ეკლესიაში აი იმის უკარო არის დიდუბეში იყო ერთი ეს თბილისის ეკლესიები ქონდათ ეპისკოპოსის სიონი ილარიონ სამხარაძე იყო კიდე ერთი რომელიც ნუ კიდე ცალკე პრობლემები ქონდა მას სხვა შორის ახლა გარდაიცვალა ეს იყო ეკლესია სულ მიტროპოლიტი ილია და მიტროპოლიტი რომანუს პეტრიაშვილი 90 წლის კაცი იყო ანუ ვითარება ამგვარი იყო. ეხლა ბუნებრივია აქ ბევრი რამე განსაზღვრავდა კიდე ერთი საკითხი. შეონაძის სინამდვილეში და შეონაძის ცეკა უშრობის სამსახურებს არასდროს არ ენდობოდა. ყოველთვის იქ ალექსინაუშ თავისი ავტონომია ჰქონდა. ის ჯერთ პირდაპირ მოსკოვზე თვითონ იყო დამოკიდებული და შეონაძე თან თვითონ შსს-დან მოსული კადრი იყო და შსს იყო მისთვის უფრო მარტივად სალაპარაკო და შინაურები მისთვის ხო პარტიის ცეკა და პარტიის იდეოლოგიური სამსახურები და შესაბამის სამსახურები და შსს-ის ხალხი ანუ ძალოვანებში შსს იყო ანუ MVD იყო მისი ხალხი და მინისტრის მოადგილე MVD-ში იყო პატრიარქის ნათესავი რომელიც შესაბამისად ერთგვარ კონტაქტ პერსონაც კი გამოდგებოდა რა შუამავალივით აი მაგალითად 9 აპრილს როდესაც პატიაშვილმა და იმათ გადაწყვიტეს რომ ხალხი არ იშლება და პასუხისმგებლობას გრძნობდნენ იმიტომ რომ აქეთ რუსის ჯარია რომელიც მათი მოწვევით ქართველი კომუნისტების მოწვევით ქართველი კომუნისტებმა ჩაატარეს ხდომა სადაც მოითხოვეს მაგაქციის დარბევა 9 აპრილზე ეგ არის ერთი დიდი საიდუმლო რომ აბა ქენით ეგ ამბავთ რომ მიხვდნენ რომ აქ იმდენი ხალხი აქეთ რომ ეს რაღაცა მოხდება აი შადრუს თხოვეს მინისტრის მოადგილე იქ იყო რომ იქნებ მიხვიდე პატრიარქთან და სთხოვა და პატრიარქთან მივიდა და იმას თხოვა რომ აი ეს თუ ბედურება ხდება ანუ ეს არის ძალიან აი ხო გეუბნებით. აი კიდე ერთი ნაწილი უნდა ვთქვა აუცილებლად. გამსახურდა რაზე ამხილა მაშინ ეკლესიაში ვითარება. რელიგიის საქმეთა რწმუნებული სინამდვილეში რა იყო ხა? კი მაღალი რანგის პარტიული მუშაკი იყო. მაგრამ როგორც ყველაფერი კორუფციით იყო მოსული, ისე იყო ეს ითვლებოდა კაი თანამდებობად. კაი თანამდებობად ითვლებოდა. ადგილი რო არ უნდა გააფუჭო ისე. ხო, აბა რა კაც კაი თანამდებობა იყო, იმიტომ რომ აქ ფული მაინც რაღაც ფორმით ეკლესიაში ტრიალებდა რა, რაღაც ფული გროვდებოდა ეკლესიაში. გძლობა ქრთამის ხარჯზე ხდებოდა, ანუ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან ქრთამს იღებდა ის ჩვეულებრივად. პატრიარქის მაგალითად ყველა ოთახში იყო მოსასმენი აპარატი და ლესელიზის ქუჩაზე სპორტ კომიტეტის შენობა რო არის, იქ ერთ-ერთი მაღალი სპორტ კომიტეტის უფროსის კაბინეტში იყო შესაბამისი აპარატურა, იქიდან იჭერდნენ მის ხმებს და უსმენდნენ ყველაფერს რაც წამობდა ეს. ყველა იცოდნენ კიდევაც და ვერ მოხსნიდი ხა იმას. დარწმუნდა რომ შეიძლება რა თქმა უნდა იცოდნენ ხო შეიძლება ერთ-ერთი მოგონება არის უშრობის მაღალჩინოსნის რომ ახლა ვინც იყო პასუხისმგებელი ამას უსმენით რომ მიტროპოლიტ ილიაზე პატრიარქის უფროსად უკვე პატრიარქი ხო საკათალიკოსის ხო არასდროს არაფერი არ ვთქვა მეტიც მე რა იყო იცი რომ აი ეს დიპლომატიის ნიჭი პატრიარქის რაში გამოჩნდა რომ პატრიარქი რო გახდა მე ნელ-ნელა ძალიან ეძებდა ფორმებს რომ ეს დასაფასებელი ქონდა რომ აი რო იცოდა ენა ამ რეჟიმის აი სისტემის ენა რო იცოდა ეს სადრას აი გამოაძრობდა რა არ რაღაც ერთი ეკლესია გაიხსნა ერთი ჟურნალი გამოეცა ეს ყველაფერი იყო ძართული და ამას უგზავნიდნენ მე ვერ შეასკდებოდი და სულ დაამთავრებდი ახალგაზრდა ეპისკოპოსი რო აკურთხეს ეპისკოპოსად რამხელა სკანდალი იყო იცი რომ ეს ითვლებოდა რას იცი რომ ყველას რაიონული უჯრედი თვლიდა რომ ეს მისი ჩავარდნა მან უნდა აუხსნას ზემდგომს რატომ მოხდა რომ შენს პარტიულ უჯრედში რომ ეს მოხდა ხო აი შენ რო რაიკომის დივანი ხარ რასვია შენ ახალგაზრდა ესეთი პერსპექტიული ახალგაზრდა რომელიც იქ და რატომაც კომუნიზმის ხო იყო და იქ ვიღაცები ამას გამოიყენებდნენ ჩვენ კონკურენტებისთვის რომ აი მაგ პერიოდის 70-იან და 80-იან წლების კომუნისტური ენა არასწორად გვესმის ხოლმე რა გაგებით მაშინ დიდ ჩავარდნად ითვლებოდა თუ ვინმეს გაასამართლებდნენ იმის გამო რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რაღაცას მოქმედებდა ესე იგი დაუშვა ვიღაცა ესე იგი ვიღაცამ ვერ იმუშავა ეფექტურად რომ ეს ადამიანი მოიწამლა ამით ამიტომ იქ რატო იყო რომ გიჟებად აცხადებდნენ ხალხს და ფსიქიატრიულებში უშვებდნენ იმიტომ ეს იყო გზა იმიტომ ამით პასუხისმგებლობას ირიდებდა პარტიული სამუშაოებს ვინც ატარებდა ის საღიაზრი კი არ არის აგერ უჭირს ადამიანს და იმიტომ შვება მაგას ეს ამიტომ საქმეების რაოდენობა ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდის საქმეების რაოდენობა ორი საქმე თუ ექნებოდა უშრობის სამსახურში ახსნა განმარტები უნდა დაეწეროთ რა თქვია თქვენ მუშაობა ჩაგივარდა ამ ხელა წმენდების მერე მითხოვდეს როცა ეკლესიაში ყველა დახვრიტეს რა თქვია უნივერსიტეტ დამთავრებული ეკლესიაში წავიდა თქვენ ახსნა რატო წავიდა ეკლესიაში ამიტომ ეს დაპირისპირება აინახე აი ძალიან ნათლად გამოჩნდა კათალიკოსის არჩევის დროს ერთი მხრივ ინსტინქტი რომ მოდი
ეკლესიაში არ უნდა იყოს ახალგაზრდა და სხვა შორის ამას როგორც აღნიშნე კგბ-ს სწორს ამობდა, იმიტომ რომ ილიას ფიგურამ განაპირობა მე აღმასვლა ეკლესიისა და ისინი სწორად ხედავდნენ ახალგაზრდა მომხიბვლელ ადამიანში საფრთხეს და მეორე მხრივ ახლა შევარდნაძე კი იძახს მე ეკლესიისთვის კარგი მინდოდა და იმიტომ ვქენიო, მაგრამ ახლა დავცალოთ მის ამ მემუარებისგან ეს ყველაფერი. მეორე მხრივ პარტიული ორგანიზაციების ინსტინქტი რომ მოდი მათ შორის ჩვენთვისვე კარგად გამოჩნდება უცხოელებთანაც შიგნითაც რომ ახალგაზრდა იყოს ინტელიგენციასთან და შევარდნაძე ძალიან ეპრანჭებოდა ინტელიგენციას და ხა ინტელიგენციისთვის მაინც მასთან მიესვლებოდათ და რაღაც მაინც მნიშვნელოვანი იყო რომ კათოლიკოსი ყოფილიყო. თან შევარდნაძე ალბათ უფრო გლობალურ მოედანზე მეტად ცდილობდა ბურთის გაგორებას რა, ვიდრე შეიძლება ვიღაცა ცალკეული საფრთხე. თან ირიდება გამსახურდას ბრალდება და მიუხედავად რომ კითხულობენ რადიო თავისუფლებაში რომ აგერ ადგილობრივი ის თუმე რა უბედურება რა ცუდ კადრებს უწყობს ხელს ეკლესიაში მისთვის ეს პასუხიც იყო თქვენ რომ არა მე თქვენ ვიზეს თქვით რომ იპარავდა რაღაცას იქ ხო ეხლა არის დიდი კითხვის ნიშანი საიდან მოხდა ეს დოკუმენტი გამსახურდიასთან რომ მე მაგალითად აი მიტროპოლიტ გაიოს კერატიშვილს პერსონალურად ვიცნობდი ის ძალიან ნატანჯი ადამიანი იყო ამის მერე ის დაიჭირეს კომუნისტებმა გაასამართლეს 10 წელი კოლონიებში იჯდა ყველანაირი პატივი აღყარეს მე ბაზრობაზე ვაჭრობდა 90-იან წლებში და მოკლედ ძალიან შეშინებული კაცი იყო თან ძალიან შეშინებული კაცი იყო გაუნათლებელი განათლებული კაცი იყო თან რაღაცა არ დააბრუნეს ეკლესიის წიაღში არა პატრიარქი ძალიან მასთან უნდა ვაღიარებთო საკმაოდ სასტიკი აღმოჩნდა ამ გაგებით იმიტომ რომ ის მას აბრალებდა მის წინააღმდეგ მოქმედებას ამ არჩევნების დროს და ალბათ ნაწილობრივ მართალიც იყო ხა არ უნდა და გაიოს რომ ილი აერჩიათ პატრიარქად თუმცა ხო მე რაღაც მინიმალური პენსია დაუნიშნეს და რამდენიმე მასთან ვინც იყვნენ და სასულიერო პირები მასთან დაკავშირებული ისინი ეხმარებოდნენ სხვა შორის არაფერი ტიტული არ აღუდგინეს და არაფერი უბრალოდ რაღაც ვყვებოდი მაგასთან დაკავშირებით რომ აი ეს გაიოზის ფიგურა და აი ეს მაშინ მათ შორის ესე იგი რეაგირება მოუწია მაშინ რეჟიმს ხო და კითხვა ბოდიში რა არის გამექცა სიტყვა და კითხვა რა არის იცი რომ როგორ მოხდა გამსახურდიას ხელში ეს გაიოზის და ამ ჯგუფის მამხილებელი ეს დოკუმენტი ხო ეს მართლა შემთხვევით ჩავარდა ვუშვებ მე რომ შემთხვევით ჩავარდა თუ ესეც რაღაცნაირად გამსახურდია გამოიყენეს ამათ წინააღმდეგ ვიღაცამ არა არ ვიცი არც ეს არ არის გამორიცხული სხვა შორის შევარდნაძეს უმიზნებ ისე ხო აი რომ ეს შევარდნაძემ ჩაუგდო ხელში ამათ ეს დოკუმენტი და ამის ხელით მოიშორა ის დაჯგუფება რომელიც ცოტა რთული კონსტრუქცია გამოდის გულწრფელად რო არსებობდეს მემუარები თუმცა ვინმეს თუ საქართველოს უახლოს ისტორიაში შეეძლო ეგეთი რთული კონსტრუქციის ჩახლა და შეიძლება და შევარდნაძე არ მჯერა თორმე ეგეთი რთული მემუარები ძალიან საინტერესოების რჩება არსებობს რაღაცა შემთხვევითობა რომ გამსახურდიასთან ეს დოკუმენტი რაღაცაა ჩავარდნილიყო ხელში იმიტომ რომ იქ რაღაც ბევრი ხალხი იყო იქ რომელიც ხა ჩვენებები და მოგეთ რაღაცა ხელით შეიძლება მისულიყო რა მოდი გამსახურდია ძალიან როგორ იყო იცით რომ თვლიდა რომ ამის მერე სხვა შორის რა იყო რომ გამსახურდია თვლიდა რომ მან ძალიან დიდი როლი ითამაშა მიტროპოლიტ ილიას გაპატრიარქებაში, ხო? ძალიან მის თვლიდა რომ მისი დამსახურება იყო ეს. ის თვლიდა რომ მას მოაუშვარა კონკურენტები, ცუდი ხალხი და ის თვლიდა რომ არჩევის დროს სხვა შორის სადღაც უწერებს, კარგი აზრიც იყო ეს იზოლირებული კაცი არისო, არ იცნობდა პირადად. ხო, ოღონდ მე მათ შორის ძალიან გართულდა. თუ გვაქვს რომ ამაზე შეგვიძლია გადადეს. მე ვაქვს რომ აღარ გვექნება, ვიდრე ვილაპარაკეთ. დრო გვაქვს. ეს საინტერესოა, იცი, ამაზე ამ დღეების განმავლობაშიც ბევრი პოსტი შემოხდა მინიშნება იყო მოსაზრება რომ აი მაგალითად ილია მეურის და ვიაც არ ქონიათ კარგი ურთიერთობა ზოგი პირიქით წერდა რომ ეს იყო ფრაგმენტულად ასე მაგრამ ფრაგმენტულად იყო ნორმალური ურთიერთობა აი რეალობა როგორი იყო შენ ხედავს ეს არის ისტორიის გადაწერის უშნო მცდელობა რომ ილაპარაკო რომ მათ ქონდათ კარგი ურთიერთობა აი მათ კარგი ურთიერთობა გითხარით მე როდესაც იყო აი კარგი ურთიერთობა არ იყო უბრალოდ ეს იყო რაღაც გამსახურდიას წარმოედგინა რომ ეს არის ცუდი ხალხი ეკლესიაში და ეს შედარებით ნორმალურია იმიტომ რომ განათლებულიც არის წესიერიც არის და ესეთ ამის მე ძალიან მალევე ეს ყველაფერი დამთავრდა რატო იმიტომ რომ გამსახურდიას როგორც მაშინ ქონდა ამბიცია რომ მას შეუძლია ქონდეს აზრები ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს ისე მეც გაგრძელდა ეს როცა პატრიარქი ილია მეორე გახდა და თუ რამე არ უყვარდა პატრიარქს აი როგორც თქვით 2016 წელს მას არ უყვარდა როცა ეკლესიის საქმეებში ვინმე ესე მათ შორის ვინმე გარედან სხვის ყოფდა და ეს თუნდაც ხელისუფლება და ნებისმიერ ვინმე და ამიტომ 80-იან წლებში ხა მასში გამსახურდა ჯერ კიდე დისიდენტი იყო მაგრამ პატრიარქმა ძალიან სწრაფად დაიწყო ეპისკოპოსების კურთხევა ძალიან სწრაფად იმიტომ რომ ხო გითხარით რა ვითარებაც იყო 3 წელიწადში ნახევარი სინოდი მოკვდა მაგის მე რო აირჩიეს ანუ ეპისკოპოსები სწრაფად აკურთხა ის უახლოესი წრე ვინც იყო
ეხლა ეს 80-იან წლებში და ამან გამოიწვია ძალიან დიდი კრიზისი იმის გამო რომ აქ იყო რამდენიმე დიდი სკანდალი ერთი იყო პერსონალურ ცხოვრებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ეპისკოპოსის პრაქტიკულად ყველას პერსონალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ეხლა რო დეტალებშიც რო აღარ შევიდეთ მათ შორის იყო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც და პატრიარქს მოუწია ამათი გადაყენება და მეტიც იმდენად რთულად იყო საქმე რომ მაშინ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს ხო კიდე ერთი დეტალი რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იცვლებოდნენ და ეს პერსონალური ურთიერთობები ძალიან განსაზღვრავდა აი მაგალითად როდესაც უფრო მძლავრობდა ის ხაზი რომ არ გვჭირდება ახალგაზრდა პატრიარქი ილია მოდი იარო საზღვარგარეთ მაგრამ ქვეყნის შიგნით პატრიარქი ისევ მოხუცი იყოს ამ დროს შალუტაშვილი იყო ესეთ რელიგიის საქმეთა რწმუნებული ის ხელმძღვანელობდა მე ონოფრიშვილი გახდა იმ ონოფრიშვილის მინისტრი იმის მამა სხვა შორის ბოლომდე აი ბოლო იუბილეზეც პატრიარქის იქიშდა ეს შვილი იმიტომ რომ დაფასებული კაცი არის ძალიან ის ონოფრიშვილმა ცოტა შეცვალა და ეს დამოკიდებულება სწორედ მის დროს მოხდა პატრიარქის არჩევა მე ონოფრიშვილი გაუშვეს და შემდგომი ვინც მოვიდა მაისურაძე იყო თუ არ ვცდები და ეს ძალიან სპეციფიკური იყო ეს მაისურაძე იყო რელიგიის საქმეთა რწმუნებული და კგბ-ში ვინც ეს ანუ ეს იყო თავრობასთან არსებული ხო და კგბ-ში ვინც ხელმძღვანელობდა რელიგიის საკითხებს და იდეოლოგიურ საკითხებს იყო მისი ძმა ანუ ორმა ძმამ ჩაიგდო ეს სინამდვილეში ხელში რაღაცა ესე იყო და მაგ დროს ამ მაისურაძის მოადგილე იყო აი რატიტატიშვილი იყო ეგეთი კაცი მუშრობის რა აღარ მინდოდა გამეწყვეტინებინა რამდენი სახელები ახსოვს ხო საიდან გახსოვს რა ეგეთ სპეციფიკური მახსოვდება აქვს სახელმწიფო გვარებს განსაკუთრებით კარგად არა ზუსტად რომ სახელმწიფო გვარებს კარგად არ ვიმახსოვრებ ეს ამბავი იცის თეოლოგიაზე არ ვისწავლია არა უბრალოდ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილი ძალიან ნიშეთ ხო და აი მაგ დროს 80-იან წლებში ჩაითვალა რომ პრაქტიკულად ისეთ დონემდე გამსახურდა ისევ დაიწყო აქტიურობა რომ ეკლესიაში ისე ჩაბუდა უკვე ილია მეორის კადრების წინააღმდეგ პრაქტიკულად მომზადდა სიტუაცია რომ პატრიარქი უნდა გადაეყენებინათ აი მის იმდენ ახლოს მივიდნენ რა მის უახლოესი წრის ხალხს მოუწია ეკლესიიდან წასვლა დღეს ერთის გარდა სხვა შორის ყველა გარდაცვლილია ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში პატრიარქის გადაყენება სინოდის ხელით ხდება არა თვითონ უნდა გადამდგარიყო ლამის ეგრე ქონდათ საქმე მიყვანილი შერჩეული ყავდათ კადრი ეს რომელი წლებია და 82 შერჩეული ყავდათ კადრი. აი პირდაპირ შერჩეული ყავდათ კადრი, რომელიც უნდა გამختارიყო, ისიც ეპისკოპოსი იყო იმ დროს. უბრალოდ პატრიარქმა მოახერხა ბევრი სხვა კუთხით აშკარად, ზოგადად დიპლომატიით, ლაპარაკით, ვიღაცა გავლენიანი ადამიანების პონთამით, რომ ამ დროს გადაურჩა 82 წლის ამ სკანდალებს რა. ძალიან ზღვარზე, ძალიან, აი ხო გეუბნებთ, აი დღე-დღეზე იყო ეგ ამბავი ზუსტად. შევანაძეს ის სხვათა შორის ახლა გამსახურდიას დაპირისპირების ამბავს რომ მოვყვეთ, აი შემდგომ გამსახურდიას ჰქონდა სულ აი ეს ტენდენცია უკვე პრეზიდენტობის დროსაც გამოყვა, რომ მას ჰქონდა თავისი აზრები. რა უნდა მოხდეს ეკლესიაში? ეს პატრიარქს ყოველთვის აშინებდა და არ მოსწონდა. გამსახურდა მეგობრობდა ცალკეულ სასულიერო პირებთან. პატრიარქს ეს არ მოწონდა, იმიტომ რომ თვლიდა რომ ეს ახლა რამე არ მომზადდეს აქ, ხო? ამანაც მათ შორის განაპირობა ის რომ მან ძალიან ღიად და ფართოდ დაუჭირა მხარი ედუარდ შევარდნაძის საქართველოს ჩამოსვლას და იყო მისი ლეგიტიმაციის ლამის ერთადერთი წყარო 90-იან წლებში. შევარდნაძე რო გადადგა ხო გახსოვს და მაშინ აი პატრიარქმა ერთადერთი ლეგიტიმაციას პატრიარქის ფიგურა აძლევდა მას. პარლამენტის შენობიდან იყო მიმართვა. იმელი შენობიდან. მე მინდა ვთქო საქართველოს ედუარდ შევარდნაძეს რომ გამოაცხადოს რომ ის არის საქართველოს მეთაური. ხო? თუმცა ეს ბალანსი მათ შორის აი პატივისცემას და ზედიკას რო დაუჩოქეს ეგ პერიოდი. აი ვითომ მე ყველა იძახის იხსენებენ რომ არ დაგვიჩოქია, ხმა არის მოდა დამიდო წინარიგებმა ჩაიმუხლეს თუ მაგისტორის გადაწერით ყველა ცალ-ცალკე არის დაკავებული დღეს, მაგრამ ნუ როგორც იყო პატრიარქი და შევარდნაძე იყვნენ იქ ცენტრალური მოქმედი პირები, მაინც ესე რომ თქვა. და მაინც მათ შორის როგორ რაღაცა იცი? კი, იყო ურთიერთპატივისცემას დაფუძნებული, მაგრამ პატრიარქი მაინც შიშითა და სიფრთხილით უყურებდა შევარდნაძის ფიგურას. იმიტომ რომ ურთიერთობის ის მოდელი, ახლა გუშინ ეს მოდელი ქონდა, რომ შენ ცეკას დივანი იყავი და მე შენი სამსახურების მიერ კონტროლირებული რაღაცნაირად შებოჭილი სულ პატრიარქი. ესე მარტივად არ იშლებოდა 90-იან წლებში. როგორც მანამდე უყურებდნენ ერთმანეთს, ცოტა ისე გაგრძელდა მეც ყურება. მიუხედავად რომ დისპოზიციები შეიცვალა და ბევრი რამ შეიცვალა, მაინც სინამდვილეში პატრიარქმა ამოისუნთქა სრულად ამ გაგებით, რომ ეკლესიის საკითხებში თავისუფლების ნაწილში, მათ შორის პერსონალურადაც მან, როცა ვარდების რევოლუციის მერე. რომ ვარდების რევოლუციის მერე დადგა სხვა ბალანსი. სინამდვილეში ის პერსონალურად ეკლესია ორგანიზაციულად იყო არსებული ახალი ხელისუფლების თავარი დამაბალანსებელი. ძალიან ღრმად უსამართლო ნაწილია, რომ რაღაცნაირად მითოსივით შეიქმნა მაშინვე, რომ ეკლესიას ებრძვიან. როცა სინამდვილეში როდესაც ძლიერდებოდა ეკლესია ფინანსურად, ორგანიზაციულად, სოციალურად ავტორიტეტი. პიკი ეკლესიაში მოსიარულეების პატრიარქის ავტორიტეტს არის 2005, 6, 7, 8 წლები.
9 წელი. აი ეს პერიოდი. საინტერესო ნიუანსი ეკლესიას ებრძვიან. აი გააგეს ეს პროპაგანდა აი მამა ბასილის იღოველებს რო შენგრევის კადრი, მათ შორის ადამიანებს ეს ვიზუალები ძალიან კარგად ამახსოვრდებათ და მაშინ როგორი იყო თვითონ პატრიარქის პოზიცია მამა ბასილის განკვეთილი იყო. ხო, აი ეგარი მნიშვნელოვანი სათქმე. ანუ ის რის გამოც ესე ხშირად მეც რო ახსენებ პირველ ეგ მახსენდება ხოლმე რომ რაღაცა როგორ შეუვარდნენ ეკლესიაში კეთებით დარბოდა და ხალხს სცემდა და აღმოჩნდა რომ რაც შეეძლო გაიკეთებინა განკვეთა ეს გააკეთა. ეგ ცალკე ამბავია კიდე 90-იან წლებში. ხა ეკლესია ხო გითხარით პატრიარქი იყო საგარეო მიმართულების ყოველთვის ხელმძღვანელი და სხვა რელიგიებთან ძალიან აქტიურად ლაპარაკის. 90-იან წლებში ძალიან მეთოდურად ჩემი აზრით მოძლიერდა საქართველოს ეკლესიაში ისეთი სასულიერო პირები და ჯგუფები, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ ეს პატრიარქი ერეტიკოსია სინამდვილეში, იმიტომ რომ აი ბაპტისტებთან ერთად გას, ბაპტისტებთან ერთად ლოცულობს, პატრიარქის წინააღმდეგ პრაქტიკულად. ეს კრიზისი იქამდე მივიდა, რომ ანტიეკუმენიზმის სახელით რაც არის ჩვენში ხო ცნობილი, რომ ამ სოფლიო პატრიარქი ერეტიკოსია, იმიტომ რომ რომის პაპთან ერთად რაღაც წამს წაიკითხა. ეხაც გაიგებთ მაგას, ეგ აი მართლმადიდებლთა შრომთა კავშირი. ამოწიეს კი ცოტა. მართლმადიდებლთა შრომთა კავშირი ეგ შემადგენლობიდან. და რა მოხდა 98 წელს პრაქტიკულად ეკლესიის შიგნით მოხდა აჯანყება. აჯანყდა ბეთანიის, ზარზმის და შიომღვიმის მონასტრები. მათ გამოუცხადეს პატრიარქს, რომ ან გამოხვალთ ამ ორგანიზაციებიდან, ან ჩვენ მივდივართ ეკლესიიდან. ეს ძალიან კრიტიკული მომენტი იყო სხვა შორის. ძალიან და პატრიარქმა მაშინ მიიღო ესეთ გადაწყვეტილება, რომელიც სიმბოლურად გადაიქცა შემოტრიალების წერტილად მათ შორის, რომ ამ ორგანიზაციებიდან გამოვალთ. მაგრამ ესენიც განკვეთა. ანუ ერთი მხრივ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ ვინც აჯანყდა ისინიც განკვეთა. ეხლა ეს ეკუმენურ მოძრაობებს მე არ ვარ დიდი ფანი ეკუმენურ მოძრაობებს, უნდა ვაღიარო რაღაცა. აი თან ისეთ ფორმასაც იღებს ხანდახან, რომ გასაგებია რატო შეიძლება როგორც მორწმუნე ადამიანისთვის არ იყოს, არ მოწონდეს რაღაცა ეგ და ამაში არ არის გასაღები მაინც და მაინც საქართველოს ეკლესიის მომავლის ეკუმენურ მოძრაობებში. მაგრამ თავისთავად ნიშნად იქცა ეს იმისა, რომ ჩაკეტილობის შაუბნელი იდეების შემოტანის. ამ დროს სერიოზულად იყო მართლმადიდებლთა შრომთა კავშირი ასწავლებს. ქართული გალობა არის ერესიო იძახიან პირდაპირ. ყველა ეკლესიებში უნდა ვიგალობოდო ერთხმაზეო, ბერძნულად, ბერძნულ სტილზეო. ქართული სამხმოვანი გალობაო ესო ძალიან მაგის დაგმობას ითხოვდნენ. ამ ბრძოლაში პატრიარქმა გაიმარჯვა. სხვა ბრძოლებში მათთან უნდა ვაღიარო თუ დამარცხდა ან დაანებდა, მაგრამ ამ ბრძოლაში მათთან გაიმარჯვა. ქართული გალობა რო გვაქვს დღეს ეს მარტივად კი არ იყო. ეკლესიაში ძალიან მსხვილი დაჯგუფება იყო ხალხზე, რომელიც ამბობდა, რომ ეს არის ცოდვა. და დღესაც არის ხალხი ეკლესიაში. შედავით სუსტ პოზიციებზე შეიძლება ეპისკოპოსებში არ არიან ახლა ესეთები, მაგრამ ის იმ თემიდან ცოტა გადავუყვეთ ზვიად გამსახურდიას და ილია მეორის აი ეს საბოლოო პიცებში დავასრულეთ, ხო, ეგ თემა. გამსახურდიას შეუნაძეზე მოვიდა. ხო. შეუნაძის პერიოდში, აი შეუნაძე მაგ კრიზისის დროს სხვა სააკაშვილთან როგორი ურთიერთობა ქონდა პატრიარქს, მაგასაც კითხავ შენ თუ გაქვს რა. ალბათ ყველაზე კარგია იცი რა, აქ ეხა ერთ თქვენ ბასილ მკალავიშვილის ამბავი ახსენეთ, მაგრამ ერთი არის ბასილ მკალავიშვილის ამბავი და მეორეა ზოგადად ხო იცი აი ეს პერიოდი ამ იმ ხელისუფლების შესახებ არსებობდა ბევრი რაღაცა მითოსური წარმოდგენა რას აპირებენ. თან დაემთხვა ბევრი მიმართულებით რეფორმები, რაც ძალიან მოულოდნელი და დიდი სიახლე იყო. განათლების მიმართულებით რეფორმები ხო? ძალოვანებში. ძალოვანები და ყველაზე მართლა განათლების და ეს შესაბამისად ეკლესიაში არსებობდა დიდი შიში, რომ ესენი აი რაღაც ჩვენც არ მოგვადგენ. ჩვენც არ მოგვადგენ, ამასოდეს რაღაცებს ებრძვიან ესენი რაღაც. ბუნებრივადაც ეშინოდა რაღაცა ხალხს. მე თან რა მოხდა ეს რომ დიდი და დრამატული ცვლილებების ფონზე ეს სტაბილურობა რაც პატრიარქის ფიგურა განაპირობებდა ის გახდა თავშესაფარივით მათ შორის იმ ხელისუფლების მხრიდან ხო იცი დევნილი ადამიანები ან ისეთი ადამიანები დევნილიანი ხო რაღაც მოყოლილი რეფორმები ხო შეშინებულიც არის რომ რაღაცა დიდი იცვლება რა მათი ურთიერთობა ცერად ჩემი დაკვირვებით და ცოდნით პატრიარქი რაღაც დროს გულწრფელადაც აღფრთოვანებული იყო იმითი რაც ცვლილებებს ქვეყანაში ხდებოდა, რაღაცები არ მოწონდა დარწმუნებული ვარ თვითონ, მაგრამ აი ეს რაც ყველას გონია რომ კარგია, ხო, რაც ქვეყანას დაემსგავსა. ჩემს მასაც ძალიან მოწონდა რომ ქვეყანას დაემსგავსა. შეუძლებელი რომ ეგ ვერ დაინახა. უბრალოდ ჩემი აზრით მისთვის შემოტრიალების წერტილი იყო 2008 წლის ომი. ჩემი აზრით და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი. მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მიიჩნევს რომ ის პრორუსი იყო ან რამე ასეთი. უბრალოდ მას ჰქონდა ძალიან სპეციფიკური ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობები. აი როგორც მინიმუმ ეს ასეთ მოდი რა კონტექსტში გითხრა, ვიცი? აი ეს ვიდეო რომელიც ამ დღეებში ხშირად დაიდო, ერთის შეხედვით
გასამიმი ვიდეო, ასე ვთქვა და მიმატქცეული ვიდეო, როცა ივანიშვილი და სააკაშვილი ხვდებიან პატრიარქს და შენ უფრო უყარხარო ეუნება პატრიარქს, რომ შენ მიშა უფრო გიყვარსო, რომ ეხმება. ეს რაღაცა შტრიხი იყო, ეხა ივანიშვილი და ასეთ რაღაცებს არ ამბობს. ეჭვიანობის ამბავი. ო, ანუ ეს რა დამოკიდებულება იყო, რის ჩვენება უნდოდა, რომ ან რა ქნა ამით, რომ პატრიარქს ეთქვა, რომ არა შენ უფრო გიყვარხარო, ხო არ ეთქვა. ბიზინა მიშასთან ერთად ფაქტიურად ხელისუფლებაში რაღაც პერიოდში იყო, მაგ დროსაც ოღონ ხო, ესე არ ჩანდა თორე, ხო. არა, ისეც მანამდეც, ხო, ეხლა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როგორც ფინანსური, ასე ვთქვათ, დონორიც იყო და არა, ხელისუფლებაში როგორ ისე ოლიგარქი, ესე ვთქვათ რა. მაშინ იყო სუბუქი ოლიგარქი. ბიზინა მაგ ფულს რომ ბადრი იყო, მაგას ბადრი ეზიზღებოდა და ბადრის აბალანსებდა კონკურენციას. ბადრი როგორც კი წავიდა იმ წუთას ბიზნესს შეწყვიტა ეგ ამბავი, იმიტომ რომ აღარ ჭირდება. არის ერთი რამე ცხადი. რაღაცა ხა აზრის თქმა მინდა, გადაცემაში თქვა საკუთარ ასეთაც მოპყოლმე და არ ვიცი თუ და ჩემ გადაცემაში ზუსტად ჩემ აზრებს ვაპარაკობთ, ამიტომ. ხო და არ მოკეთ. ეს მიშა ბიზნეს პარადიგმა არ მიყვარს. თან ეს ისეთი გადაცემა სამივე სკამი ცხელია, აქ ყველა სიტყვა საკონ ძალიან დელიკატურ თემებს ვეხებით. ხო, ანუ მე ხა არ მიყვარს ეს მიშა ბიზნა და ნაცები კოცები პარადიგმის გავრცობა ხოლმე, მაგრამ რაღაცა კუთხით შევა. ესე იგი, ჩემთვის ცხადია, რომ მიშას და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას და ბიზნეს და ქართული ოცნების ხელისუფლება თავისი ხელისუფლების განხორციელების ყველა ეტაპზე ცდილობდნენ გარკვეული სიმპათიები დაემსახურებიათ და რეიტინგი დაემატებინათ საპატრიარქოსთან და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კარგი ურთიერთობით, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყველა ეტაპზე საპატრიარქოს და პატრიარქის რეიტინგი იყო ყოველთვის უფრო მაღალი. ხო, მაგრამ აი, მაინც ამ შედარება არ მიყვარს თქო, მაგრამ მაინც ამ შედარებას რო ვაკეთებ, მგონია რომ კომუნიკაციურად და თუნდაც პროპაგანდის კუთხით და მიშასაც ჰქონდა კაცო ისეთი გამართული პროპაგანდა, ნაცები ისეთ რაღაცებს არ კადრულობდნენ ამ გზაზე, რასაც ხა კოცები კადრულობდნენ ამ წლების განმავლობაში და თუნდაც აი ხლა ამ დღეებში კადრულობდნენ. აი მაინც მე ასე ესეთი იდეოლოგიური გამოყენება ეკლესიისა მაშინ არ მომხდარა. რა გაგებთ? ჯერ გაუბედავდა მაგას მაშინ ეკლესიას. დავიწყოთ აქედან. მეტი დამოუკიდებლობა. ვინ გაუბედავდა მაგას პატრიარქს და ეკლესიას? საერთოდ ეგ დინამიკა საერთოდ არ არსებობდა. მაშინ ასაკიც ჩვენ როცა დაგვჭირდება განცხადება გააკეთეთ, ჩვენ მიღარდასაჭერი და ჩვენ ნებისმიერ ინიციატივას იქვე უცებ განცხადებით გამოიხმაურეთ, რომ ხარს გვიჭერთ. მაგას ვერ გაუბედავდნენ მაშინ ეკლესიას. ეგ შეიცვალა. ივანიშვილმა ეგ შეცვალა. რომ ეგრე უნდა ველაპარაკოს ამათ. დაქვემდებარებული. დაქვემ როგორც უმცროს პარტნიორებს. მაშინ ენა იყო რომ ჩვენ თქვენ გაძლევთ ფინანსურ რესურსებს, ხო, ფინანსურ რესურსებს გვაძლევთ და თქვენ უბრალოდ აი შეინარჩუნეთ ეს ნეიტრალური არბიტრის როლი. უბრალოდ მათ ერთი ნაწილია კიდე. აი ეს რაღაცა პროდასტავლურობის, ცვლილების, რეფორმის ნაწილი ეკლესიის შიგნით ბუნებრივად იყო ძალიან ბევრისათვის მიუღებელი და საშიში. და ასე უყურებდნენ ძალიან ფრთხილად. რაც არ უნდა რესურსი მიეცა სააკაშვილს, რაც არ უნდა ეკო, რაც არ უნდა რაც არ უნდა ეკნა იმ სააკაშვილი იმათთვის მაინც დარჩებოდა რაღაცნაირად უცხო ძალად, მათთვის მიუღებელ ძალად. ამიტომ ძალიან დიდი სიხარულით შეხვდნენ, როცა დაინახეს, რომ ცოტა ნახეთ ჩვენაირები ხო არ არიან ეს ქართულ ოცნებს წარმოადგენდა ბიზნესი. სინამდვილეში ძალიან შეცდნენ ამაში ეს ერთი. მეორე ამაში აი ამ რაღაცა მოტყუდნენ იმათ. ანუ ქართულმა ოცნებამ ისე ჩაყალაპა როგორც ნაცები ვერც კი გაიგო. მათი ფასი იყო იმაში, რომ ისინი აბალანსებდნენ მათგან განსხვავებულს და მათ გავსი როცა არის ხელისუფლებაში ის უფრო მათზე ზემოთ აღმოჩნდა. რუსული არქიტექტურა არის. სინამდვილეში ძალიან ნიშანდობლივი იყო. შაშა გახსოვთ საარჩევნო კამპანიაში დაიწყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და რამ კაცრი რეაქცია მიიღო საპატრიარქოსთან. რატო? თავისუფლად კონკურენტი რო კეთდებოდა, ყველა იდეა განიხილეს. ეგ ძალიან საინტერესო თემა იყო. ბოდიში კიდე გაგაწყვეტი რა კუთხით მინდა გაშალო, რომ ანუ თავიდან მათ შორის მართლმადიდებლები მრევლშიც ეს ჩანდა ძალიან პოზიტიურ გზავნილად, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი. ტექნიკურად შემოწირებული გზავნილი. პატრიარქმა არ დაადო ვეტო. სწორი ინტერპრეტაცია დაადო ეს ვეტო. სახელმწიფო რელიგია სადაც არის გამოცხადებული, იქ იმ რელიგიას ანუ სახელმწიფო მართავს. ანუ ეს იყო ვირეშმაკული ტროას ცხენი ქართული ოცნების მხრიდან გაშვებული, რომლითაც საბოლოოდ უნდა დაემორჩილებინა საპატრიარქო ისე, რომ ინსტიტუციურად ქრისტიანობის პატივისცემის სახელით რეალურად დაქვემდებარების ბერკეტს იქმნიდნენ და მათ ეგრევე პატრიარქის წინააღმდეგი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების. კონკორდატი როცა კეთდებოდა ეს ფორმატი, ეს არის პატრიარქის ინიციატივა, ეს აღსადგენი არის კონსტიტუციური შეთანხმების სულისკვეთება. რომ სახელმწიფო არ შეიძლება ეს ერეოდეს ეკლესიის საკითხებში და დღეს სახელმწიფო ახლა რასაც ვხედავთ სულში და სახელმწიფო პირდაპირ ერევა ეკლესიის საკითხებში. მაგათ უნდათ რომ ეხლა ბიზნესმა აირჩიოს ახალი პატრიარქი. ეგ არის მთავარი мотиваცია რა. რომ არ მისცენ სინოდის ერებს აშანტაჟებენ პირდაპირ რომ
და სახელმწიფო რელიგიის ნაწილი ჩემთვის ეს იყო იდეოლოგიური კამპანიური ერთი მხრივ რომ კამპანია შეეტარებინათ ამაზე რომ აბა ოპოზიცია წინააღმდეგია ურთიერთობები და ჩვენ აი გარეჯი საქართველოს როგორც გარეჯი დაიბინეთ რაღაც მაგის მეორე სერია იყო რა ეს წინასწარას დაინახა ხო პატრიარქმა და პრობლემაზე რა ფიქრი ექნებოდა რას ნუ და ჯერჯი მაგ ინიციატივის სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა რომ მის თავში კონცეფცია ეკლესიის თავისუფლების დაცვისა იყო სწორედ ამ კონკორდატით განპირობებული გასაგებია რომ ის ბოლო წლებში აღარ იყო ჯანმრთელად და ვეღარ მართავდა, ნუ აღარ იყო ჩართული ამ ყველაფერში. იმდენად ზოგადად როგორც ის კი ყველაზე საინტერესოა, აი რომელ წლამდე გრძელდებოდა რეალურად მისი მმართველობა, იმიტომ რაღაც მომენტში უბრალოდ ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ შეუძლებელია არ მოეხერხებინათ მისი ზურგსუკან და გვერდისავლით რაღაცების კეთება. ერთი დეტალი უნდა ვთქვათ, რომ აი მათ შორის 2013-14 წლებიდან მისი პატრიარქობა, ანუ ის ეფექტური ვეღარ იყო რა გაგებთ აშკარად ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს მათ შორის აი ეს არეულობა და ეს ციანიდის საქმის გარემოებები რაც არის ხო იქ რაც არნახული ძალაუფლება უწევს დაცვის უფროს რომელიც არ მისი ნათესავია ხო ძმისშვილი ვიღაცა მამალაძე რომელიც ასევე რაღაცა ძალაუფლებით მოძრაობს იქ რაღაცა წერტილები რომლებიც აი ვერ გაიგებ რა ხდება ეს ბუნებრივია მისი დასუსტების ნიშანი იყო ჯანმრთელობისთვის ის ვეღარ მართავდა ეს ეფექტურად აი მათ შორის ეს კონტროლის გაქცევა მათ შორის მაგ პერიოდშიც მოხდა, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ბოლო კოვიდის მერე ჩემი აზრით იზოლაციის მერე მთლიანად ეგ ამბავი პატრიარქი მთლიანად იზოლირებული ყავდათ უკვე. აი მისი რეალური მან ციანიდის საქმე მიიღო სიგნალად ბიძინასგან. სინამდვილეში ეგ არის. მას თუ იმეს ესმოდა ეგენა პატრიარქს ესმოდა ყველაზე კარგი. და შეიძლება იყო ის დათმობა, რომელიც გაჩერდით თქვენ არ შემიშალოთ ხელი, პატრიარქ თხილად მიუდგებოდა ამის შემდეგ ძალიან. პირდაპირ მიიღო ეს რომ ეკლესიის ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არის და ავტორიტეტის და შემდგომ ეხა მის ჯანმრთელობა ძალიან რა დასვდა, მაგრამ ვეღარ დაინახა. და შეიძლება მოსაყდრეშიო რაღაცა ის იყო, როგორ გითხრა, ხარკივით ან რაღაცა და ხედავთ რომ ეხა შიოს მხარდაჭერა ეხა პროპაგანდისტებინა დაწყებული ჩანს სპეკულაცია იქნება. აი ხა ორი ამბავია. მე ერთი მხრივ არ გამორიცხავ იმას რომ პატრიარქი გულწრფელად მიიჩნევდა მას როგორც კარგი კადრია და ამდენი ხანი ქორეპისკოპოსადაც მაგიტო ყავდა. ოღონდ არ მგონია რომ მას ეგ თავისუფლება სინოდისთვის წაერთმევ ვის აირჩევდნენ ახალ პატრიარქს არ წაურთმევია ნამდვილად. ხო გეუბნებით გამოარჩია მან 4 ეპისკოპოსი ისეთი რომელიც თარო აი ესენი გამოჩვენ პატივით. მე როგორც ვხედავდი აი ხა ეგეც საინტერესოა. არა ხელისუფლებისგან დაძალებული ხო ან დაძალებული ხო ანუ იდეაში ილია მეორე მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ემსახურებოდა ჯერ ზოგადად მართლმადიდებლური ქრისტიანობის როგორც ინსტიტუციურად შექმნა საქართველოს და მე ამ ინსტიტუციის გაძლიერებას და წინა პატრიარქი თუ ყოველთვის სიტყვის შემდეგი ვინ უნდა ეს არის ინსტიტუციის მოშლა ხო ის პასუხისმგებლობასთან არ აიღებდა ადამიანს რომელიც პასუხისმგებლობა უნდა იყოს სინოდმა ეგ საკითხები მას ძალიან კარგად ესმოდა მაგ ნაწილში უბრალოდ მან თქვა გამოარჩია 4 ეპისკოპოსი რომელიც არის ისაც რაც დავიწყე თავი ლაპარაკი მე გულწრფელად ვქნა ამდერძად ვიღებ ამას როგორც რას იცი რომ ამათ შორის მე მგონი რომ ამ ერთ-ერთი გამოგადგებათ აი ცოტა ამ ტიპის ანდერძი არის მისი მხრიდან ჩემი აზრით რაღაც კითხვას ვასხობ რას აღარ მოხსოვს არა მაგაზე ვქნა ლაპარაკი ან ეს რასაც ცდილობს ახლა ოსტემბა წარმოაჩინოს რომ პატრიარქმა ანდერძი დატოვა ვინ უნდა იყოს შემდეგ პატრიარქი ეს პატრიარქის მხრიდან პირდაპირ გამოდიოდა ინსტიტუციის მოშლა კი აი თეორია რომ რატო ქნა ეს შიო ხო არ იყო რაღაცის კომპრომისი რომელზეც შეიძლება წავიდა პატრიარქი შეიძლება ჩათვალო რომ ხელისუფლების გასაჩერებლად რა მასე კარგი აზრის იყო ამას არ გამორიცხავ ეს ერთი და მეორე მხრივ არსებობს ახლა რაც ფაქტები და მოცემულობები ხო მაგალითად რამდენიმე კვირით ადრე სადამ ამას იზამდა პატრიარქი თბილისში იყო ჩამოსული ილარიონ ალფეევი რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი მაშინ მეორე კაცი რუსეთის ეკლესიაში მეორე საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ხა ბევრი მიიჩნევს რომ ხო არ იყო ეს რუსეთის ეკლესიის რჩევა მან არასდროს წარმოუდგენია ბევრს რომ ვიღაცა ხო აი იმიტომ რომ ნახე მნიშვნელოვანია ეს რომ რაღაც თან ალფეევი ძალიან სპეციფიკური ფიგურა არის ეხა ჩამოსული იყო გასვენებაში ომი რო დაიწყო უკრაინაში ძალიან მალევე უცებ მოხსნეს თანამდებობიდან საგარეო მიმართულების და არ ვიცი რაღაცა ტიპის მოусმინეს და რაღაც ისეც ლაპარაკობდა რაც მათ არ აწყობდა ან საკმარისად სანდუთ არ ჩათვალეს თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ დაამხეს მაგ პატივიდან, სადღაც უცხოეთში გაუშვეს მე ეპისკოპოსად. ეს ალფეევი რა არის? ალფეევი 70-იან წლებში დედამისი არის რუსი მწერალი ქალი. რომელსაც დაწერა თავისი რომანი ეგეთი ჯვარი. ჯვარი. ეს დედაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში. ეს ქალი იყო, ასე ვთქვათ, საეკლესიო წრეების ნაწილი, ამ გაგებით.
ილარიონ ალფეევი იყო პატრიარქი სტიქაროსა. არის ცნობილი ფოტო. ძალიან პატარა ბავშვი ალფეევი და პატრიარქი ძალიან ახალგაზრდა როდგას ამბიოს. ანუ ბავშვები, ანუ ძალიან ახალგაზრდობიდან იცნობდნენ ერთმანეთთან. შესაბამისად, პატრიარქთან სალაპარაკოთ მისი გამოგზავნა, როგორ გითხრა, ანუ ლოგიკურია. ანუ სწორი არხი იყო. სწორი არხი მეტიც რა. არის ვარაუდი რომ მაგრამ კიდევ ერთხელ ამის დაბრალება შეუძლებელია, არასწორია, კიდევ ჩემი თავი დაშვება რომ თვითონაც თვლიდა რომ ეს არის მოსაყდრეობისთვის კარგი კადრი. ეს არის ალბათ უფრო სწორი ხედვა ამ ან ორივე მხრიდან რომ მეტნაკლებად სანდოობის მომენტი ხო, მათ შორის ის რომ ეს პატრიარქი იმასაც გაითვალისწინებდა მოსკოვში როგორ აღიქმება ეს. მოსკოვის ახლა პირდაპირ მათ სულს კი არ გაატარებდა ეს, მაგრამ იმას რომ იქ ანუ ზოგადად ესე ვთქვათ, არ გვისაუბრია მაინც ესე ფართოდ კლასიკური გაგებით მოსაყდრის ფუნქცია რა არის, როცა მოსაყდრეს ასახელებენ უზრუნველყოს ეკლესიის სტაბილურობა და უზრუნველყოს არჩევნები. რომ მემკვიდრე დაასახელაო. ეს არის და ანუ ეს თავიდან რომ ესე გავრცელდა თუ გახსოვს. რეალობაში ესე რომ არ არის ხა იმიტომ მინდა რომ შენ ახსნა რა. ანუ მოსაყდრის ფუნქცია რა არის რეალურად, რატო ასახელებენ მოსაყდრეს? მოსაყდრის აქ ერთადერთი ფუნქცია. ნუ უფრო შორს კანონიკაში თუ წავალთ ესე არ არსებობს პატრიარქმა ანდერძით ვინმე მოსაყდრეს დატოვოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში მოსაყდრე არის რა. როცა პატრიარქი აღარ არის ცოცხალი. მოსაყდრეობა იწყება მაგის მერე და მთავრდება მაშინ როცა ახალ პატრიარქს აირჩევენ. არაფერი სხვა მოსაყდრეობა არის პატრიარქს გარდაცვალებიდან ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვა. ეს არის მოსაყდრეობა. ვიცე-პრეზიდენტია მოკლედ რა, რაღაცა ესე რომ შევადაროთ პოლიტიკურ თანამდებობებს რომ შევადაროთ დაახლოებით ესე. გასაგებია. რაღაც გამ ბევრი ვილაპარაკე. არა, ძალიან საინტერესო იყო და მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩი კი აღარ უნდა გამკვირვებოდა იმ ეთერის მერე, მაგრამ მაინც გაკვირვებული დარჩი, ესე იგი არა, ჯერ მარტო რამდენი სახელი და გვარი. ბევრ თეოლოგს გაუჭირდება ალბათ. სერიოზული წიგნის დაწერა შეიძლება მე ესე ვფიქრობ. ხო, მაგისთვის ერთხელ უნდა, არ ვიცი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეიძლება მოვიცალო კიდეც. მე მგონი ჩვენ სხვა უნდა ვაღიაროთ ჩემი ინტერესები სხვა პოლიტიკურ და საზოგადოების საკითხების მიერ კიდევ უფრო დიდია ვიდრე ამის მიერ. просто ეხლა ანუ მე ესეთ დონეზე ალბათ შეიძლება ვერ ყვევდე ფეხბურთში მარტო არ ვიცი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების ინტერესი ეს არის და ეს თუ შენი ცხოვრებისო ინტერესი არ არის და მაინც ესე კარგად იცი ყოჩახშენა, არ ვიცი. მე უფრო ბიოქიმიაში. ხო, შენ ბიოქიმიაში გიორი. ხო, ძალიან საინტერესოა ეს დასაფასებელია და განსაკუთრებით გაგვიმართლა, მოდი ვიტყვი ხა მე იაფასიან პათეტიკა და ეს არ მჩვევია რაღაცა. ეს არსად არ მომიყოლია, უნდა ვაღიარო ამ თანამდებობით ეს ყველაფერი. ძალიან გაგვიმართლა ჩვენ ხა საზოგადოებას, რომ ესეთი კვალიფიციური ჟურნალისტი აღმოგვაჩნდა ამ მიმართულებით რის საჭიროებას ნამდვილად იყო. ეხა ფაქტია და სხვა ჟურნალისტების კრიტიკას არ მიიღებენ, მაგალითად რა ვიცი, მეც რომ ჯდარიყავ ეთერში, ნუ ასე კი არა, ამის ჯობი არ დაილევა და ასედით ამ თემატიკას ვერ გაუძღვებოდნენ. ონლაინ მედიაში მაგალითად ლევანი იყო, რომელმაც ხო, ანუ ტელემედიაში აგერ. ლევანი სუთიძე კი და გამოჩვეულთ კვალიფიციური კაცი არის. ლევანის მოწვევასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში და ვინიცის კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ როგორი განვითარებას პოვებს ეს რა გვაქცია. კარის თამაშები გვაქვს ძალიან დიდი და სერიოზული თემები. მე რა ვიცი, ჩემთვის ეს ორგანიზაცია, რაც ეკლესიას ვეძახით, არ არის მართლა ხა დაცლილი იმ სიმბოლური და მათ შორის სულიერი მნიშვნელობები და რაც მას გააჩნია. ანუ მე გულწრფელად ეს ჩემთვის ძვირფასი ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკულად უყურებ, ძალიან ბევრ კადრს ამბავს რაც ხდება და ეხლა რომ დავიწყო ლაპარაკი კიდევ 1-3 საათი ვერ გავჩერდები იმაზე, რა მგონი აქვს პრობლემა. მე არ მინდა დავინახო ეკლესია და ჩემთვის ძალიან ცუდი სანახავი იქნება, სადაც ერთმანეთთან არიან რა ვიცი, იარაღს ესვრიან ერთმანეთს ეპისკოპოსები და სამწუხაროდ ამის რესურსი ჩვენის ეპისკოპოსების ნაწილს აქვს. ამიტომ ვისურვოთ რომ რაღაც ხო იცი, არ დგება ადამიანის ცხოვრებაში, მოიტყვი, მათ შორის ქრისტიანობის თავი ლოგიკა რა არის? არის იმავაზაკის ლოგიკა, რომელმაც ჯვარზე აღიარა ქრისტე, ხო? და აი მომენტი, ეგ წამი საკუთარ თავზე ზემოდან დადგობის ყველას ადამიანის ცხოვრებაში შემეს დგება და ვისურვოთ რომ ყველა დადგება რაღაც მომენტში, ვისურვოთ მაინც საკუთარ თავზე მაღლა. მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ როცა ხარ დიდი ისტორიული პროცესების მონაწილე, ვერასდროს ადამიანი ვერ აღიქვა იმ სიმძაფრით რამხელა პროცესის მონაწილე ხარ, როგორც აღიქვავს პირობითად უკვე ისტორია შეფასებულზე შენი მომავალი თაობა, ხო? ახლაც ჩვენ ვართ ძალიან დიდი ისტორიული როგორც ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება პოლიტიკური კუთხით მაგ პროცესის, იმიტომ რომ ჩვენ სავარაუდოდ ღმერთმა თვითონს გასუწყოს ისე დავიხოსებით, რომ ამ ხნის განმავლობაში პროტესტი რო იყოს ჩვენ ქვეყანაში ვეღარ მოვესწრებით და იმედია ვეღარ მოვესწრებით, მაგხელა პროტესტი აღარ მოგიწევს, ამას დაემთხვა ეს სამწუხარო ფაქტიც პატრიარქის გარდაცვალების, რომელიც ასევე ისტორიული ფიგურა იყო და ეხა ეს არჩევნებიც მეეჭვება გამო ასევე რაღაც ისტორიული. აი მე სულ ძალიან გვაკლდა პატრიარქია იმ პროტესტის დროს საერთოდ ვიყავით. აი მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი
პატივნების მიმართ ის იქნებოდა სოლიდარული, ამაში აი მართლა 100% ვარ დარწმუნებული. ხო, ეს თავარი თემა იყო, ამაზე როგორ არ აუცილებლად ხო მე ხა არ ვიცი ხა ეს აი სხვანაირად ეფექტურად ამოიღებდა. ეს ჯაღმაიდემაც არანაირ შემთხვევაში ასე ჩუმად არ იქნებოდა, როცა ქუჩაში წავიდოდა ადამიანების წამება ერთი კვირის განმავლობაში, რასაც ჩვენ უყურებდით. არ იქნებოდა ჩუმად რა. მე მახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერს მისი განცხადებები მაგალითად. მახსოვს. და ძალიან კაცრი განცხადებები ჰქონდა. რამდენჯერმე პრესკონფერენცია ჩაატარა დღის განმავლობაში და თქვა რომ ეს არის საშინელი სანახავი რაც ადამიანების მიმართ ხდება. მახსოვს რა და 7 ნოემბერთან რასმილა ერთი კვირა აწყობდნენ ესენი ამ უბედურებას ჯოჯოხეთს. საწამებელი მანქანები და ასჯერ უარეს რაც 7 ნოემბერს მოხდა. ასეულობით ადამიანის დამტრეული სახის. აუცილებლად ხმას ამოიღებდა. აი თუ სადმე შეეშალა მიტროპოლიტ ჩიოს და თუ სადმე შეეძლო მას მართლა აი სხვა ტიპის ავტორიტეტი შეეძინა, იყო ეგ მომენტი და სამწუხაროდ აი ყველაფერი ნიჭია რა და ეგ ნიჭი ან გაქვს ან არ გაქვს. თქვა ეგ მიკვირს სულ რომ არც ერთი თქვა ვერ გაგახსენდება ვერც ერთი ეპისკოპოსი რომელიც მაგ დროს აი ესე ძალიან ხმამაღლა აქტიურად და რაღაც განგრძობითად ადამიან მოქალაქეების მხარეს იყო და ამ წამებას რამდენიმე ამოიღონა და თუმცა მეტი ვისურვებ რომ მეც უნდა მოიღო ხო მეც და მათ შორის სინოდს ძალიან დიდი პასუხისგებლობა აქვს ეხლა და ასევე ახალ პატრიარქს რომელიც იქნება ალბათ ამ მასშტაბის ფიგურის მე როგორც ილია მეორე იყო მინიმუმ არ ვიცი სტაბილურობის შენარჩუნება ხო ძალიან დიდი პასუხისგებლობა ძალიან ეშინიათ რომ ამ არჩევნებში არ დაემართოთ იგივე რაც დაემართათ წინა პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ მათ შორის ასე მგონია ხო ამიტომ კარგად ეძებენ მგონი კი არის მაგაში ეგ ლოგიკა იმიტომ რომ უკვე რომ აირჩება და იმას უკვე თავისი წონა რო აქვს და შენ და თან ამას ვადა არ აქვს ხო აბას ვადა არ აქვს ეგ სერიოზული ამბავია ეს კი არ არის 4 წელში აღარ იქნება შენ წარმოიდგინე ხა ამაზე როგორ დარწმუნებული კაბინეტ დარბიან ადამიანებს პასუხისგებლობა კიდევ ერთხელ ცვლის და ვისურვოთ რომ ყველა შეცვლის ეს პასუხი. მოდი ალბათ ყველა იმ ქართველს რომელსაც მართლა გულწრფელად გული დაწყდა რომლისთვისაც მართლა ნამდვილად ფარისეულობის გარეშე სულიერი მამა იყო ილია მეორე მიუსამძიმროთ 13 დღედანაც და სამძიმარს და ჩვენი წინა გადაცემაც ამის გამო წინა კვირაში არ ჩაიწერა ვინც ელოდით და არ გავიდა ეს იყო მიზეზი ალბათ გასაგები იყო ისედაც მაგრამ ვიტყვი ამას მადლობა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ ამ თემებზე ლაპარაკი შეცდომა მომეცით. ამდენ შემგადაცემაში ვერ ვლაპარაკობ.